მითხარით ბრძანდ რო იქნები და დავიწყე. დარჩება ისტორია სესული. წარმოდები. ასე. რატომ ბაიას ღვინო? დღესდღეობით 17 ქვეყანაში ყიდით ჩვენს ღვინოს. ვაუ, ქართული ღვინო იყიდება 17 ქვეყანაში. საკუთარი საქმის კეთებას განსაკუთრებული სიყვარული მოაქვს. რანაირია ბაია? ეს არის დიდი მამოტივირებელი ძალა საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ ყოველ დღე რაღაცისთვის იშრომო. რა მოგრთვალ შენთვის? ვენახის ვაზის კულტურა იყო რაღაცა ყოველთვის ჩვენს ბავშვობაში ძალიან დაფასებული. მეზობელი ყოფილხართ, ამიტომ მოსულა, მეზობლებში მოსულა. შეგიძლია რამოდენიმე ფასეულობა გამიზიარო, რომელიც თქვენ გაქვთ საერთო, როგორც ოჯახს. არ არსებობს გამოწვევა ან დაშვებული შეცდომა, რომლის აღმოფხვაშიც ერთმანეთს არ ეხმარება. შენთვის ვაზი რა? ცოცხალი ორგანიზმია პირველ რიგში, რომელიც თუ კარგად მოული ძალიან გასიამოვნებს, გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენი ტრადიციული ჭურის თუ ქვევრის ღვინოები აღიარებულია მთელს მსოფლიოში. მომხმარებლები, რომლებიც ქართულ ღვინოს ყავთ, ისინი არიან ადამიანები, განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც სულ ძიების სურვილი აქვთ. შენ როგორ უყურებ ამას? ანუ არის ეს ღვინო ტერაპია ჩვენი ქვეყნის თავარი ტერაპია? ბაიას ღვინო იმერული ღვინოა, რომელიც ქვევში იძენს თავის დაუვიწყარ გემოს. ეს არის ბრენდი, რომელმაც შეძლო ადგილობრივი ჯიშების საერთაშორისო მასშტაბით გატანა. ბაიას ღვინოები 17-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი დაგამეუნება მაღალი კლასის ღვინის ბარებში, რესტორნებსა და ბუტიკ მაღაზიებში შეგიძლიათ. მონაწილეობდა ისეთ გამოფენებსა და ღვინის ფესტივალებში, როგორიცაა Raw Wine, Stockholm Food and Wine, Wine Expo, სადაც ქართული ქვევრის ღვინის ნიშური ადგილი უკავია. ბაიას ღვინო, სადაც ტრადიცია ინარჩუნებს სიცოცხლეს. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით ბაია. მე მივესალმები მაყურებელს, სმენელს ყველას, ვინც უსმენს ან გვიყურებს. ეს არის კაცმანის პოდკასტი და ჩვენ დღეს გვყავს განსაკუთრებული სტუმარი, განსაკუთრებული რამოდენიმე მიზეზით, რატომაც ვახსენებ ამ სიტყვას. პირველი, იმიტომ რომ არის ქალბატონი მეწარმე. მეორე რო აწარმოებს ფანტასტიკურ ღვინოს. და მესამე, იმიტომ რომ გავიცნობ დღეს, გავიცნობ უკეთესად. ბაია ბოლაძე, მე ღვინე მეწარმე არის ჩემი სტუმარი დღეს და მადლობა რომ დამთახდი, გამოყავი დრო, მოხვედი და მზად ხარ რომ გაგვიზიარო შენი ისტორია. რატომ ბაიას ღვინო? პირდაპირ შევხვდები კითხვაზე, რაც მაქვს. რატო რამე სხვა ბრენდი არა და რატომ გადაწყვიტე? რისთვის უბრალოდ რატომ არა ფლად არ არის მართებული კითხვა, რომელიც მინდა დავსვა, რისთვის გადაწყვიტე, რომ იყოს ბაიას ღვინო და არ ყოფილიყო რამე ისეთი როგორც უყვათ ბრენდების, ანუ ბრენდინგის ყველაზე ძველი თეორია ზუსტად ეგ იყო, რომ რაღაცას დავარქვათ ჩემი სახელი. სინამდვილეში ეგრე დაიწყო ბრენდინგი, მაგრამ შენ რისთვის გადაწყვიტე? პირველ რიგში მადლობა პოდკასტში მოწვევისთვის. ძალიან დიდი პატივია მინდა გითხრათ. ბაიას ღვინო პრინციპში ჩვენმა მომხმარებელმა დაარქვა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა გამოფენასა თუ ფესტივალში მონაწილეობას იღებდა და ეს ერთი და იგივე ჩვენი მეგობრები, ნაცნობები მოდიოდნენ და მოდი ახლა ბაიას ღვინო გავსინჯოთ, ესეთი ხმები გვესმოდა და სახელის შერჩევისას მაშინ ბოთლში ჩამოსხმული ეტიკეტირებული ღვინო არ გვქონდა. როგორი გქონდათ მაშინ? გამოფენისთვის 20 ლიტრიანი ბით დავდიოდით და ასინჯებდით ღვინოს? ასინჯებდით ღვინოს ჩვენთან მოსულ მომხმარებელს და შემდგომ როცა უკვე სახელზე დავიწყეთ ფიქრი, ეტიკეტირებაზე დავიწყეთ ფიქრი, უკვე გქონდა 3-4 წლიანი გამოცდილება ამ კუთხით და მარტივი იყო სახელის მოფიქრება უკვე. ან მოხმარებელმა თვითონ მოიგონა სახელი, შეგვიძლია ეგრე ვთქვათ? მოდი ბაიას ღვინო დავლიოთო, ეგ იყო? ნამდვილად. რანაირია ბაია? პირველ რიგში საკმაოდ მოქნილი. ყველაფერზე ამბობს, რომ შემიძლია გავაკეთო და ეს საქმებს აგროვებს და შემდგომ ბევრს მუშაობს, რომ ეს დაგროვილი საქმე გააკეთოს და
ყველაფერზე თანახმა, იმიტომ რომ გამოწვევებით სავსე ცხოვრებაში ცხოვრობთ და ეს უკვე, ასე ვთქვათ, აღიარებული აქვს თავის თავთან, რომ გამოწვევები ყოველთვის არსებობს. ბაია, რა იყო შენი თავი გამოწვევა? თავი გამოწვევა იყო გუნდის შექმნა, იმიტომ რომ ეს მეღვინეობა, მევენახება არ არის საქმე, რომელსაც ერთი ადამიანი შექმნის და გააკეთებს. თუმცა უეცრად ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ ჩვენი მეღვინეობა არის საოჯახო საქმიანობა და აღმოჩნდა, რომ ოჯახის ყველა წევრს აქვს განსაკუთრებული უნარი ამ საქმის წინ წაწევის, მაგალითისთვის ჩემი და რომელიც მაშინ შვედეთში ცხოვრობდა, დღეს აგრონომიის მაგისტრია და თავისი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნით ჩვენს ვენახებს, ჩვენს მარანს მართავს. ჩემი ძმა არის ენოლოგი, ბაკალავრიატი დაასრულა ამ კუთხით და ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და საჭირო ცოდნით აღჭურვილი ადამიანია და მშობლები არიან ადამიანები, რომლებიც ყველანაირად გვეხმარებიან ღვინის ტურიზმში, ნებისმიერ საქმეში, რომელიც უეცრად გამოჩნდება ხოლმე სხვა გუნდის წევრებთან ერთად. შენი როლი რა არის დღეს? ჩემი როლი არის ყველაფერში ჩართულობა, იქნება ეს ვენახის მართვა, იქნება ეს მარნის მართვა, გადაღება ღვინის, ახლა გვაქვს მცქრიალა ღვინის ლექიდან მოხსნა რემუაჟის პროცესი და დავასრულეთ და ახლა უკვე დეგოჟაჟის პროცესი გვაქვს მარანში და ყველა საქმე, რომელიც დღიდან დღემდე ჩნდება, ხან გაწერილი, ხან უეცრად წამოსული, მათ შორის დავამატებ დისტრიბუცია, რომელიც საკმაოდ რთულია გამომდინარე. რამდენ ქვეყანაში ხარ დღეს? დღესდღეობით 17 ქვეყანაში ყიდით ჩვენს ღვინოს. ვაუ, ქართული ღვინო იყიდება 17 ქვეყანაში. მიამაყება. დიდი მადლობა. მიამაყება როგორც ამ ქვეყნის ნაწილს. მადლობა. მიხარია შენი წარმატება. არ არის, ეხლა რაც ჩამოთვალე, საკმაოდ დიდი, შეიძლება დიდი არა, ტვირთია. როგორია ქალისთვის ასეთი ტვირთის ზიდვა? ნამდვილად საკმაოდ დიდი და ყოვლის მომცველი საქმეა, ეს არ არის საქმე, რომელიც მსრულდება 6 საათზე, ან 7 საათზე, ან 8 საათზე, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ პასუხისმგებლები ყველა ნაბიჯზე, იქნება ეს დოკუმენტაციის გაკეთება, იქნება ეს მეილზე პასუხი, ზარებზე პასუხი, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ხანგრძლივ, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, თუმცა ტვირთი მეტნაკლებად გადანაწილებულია ჩვენს სამს შორის, ამიტომ ოჯახს წევრებს შორის, ხო, როგორც ახსენე? კი ბატონო, ეს ტვირთი უკვე იქცა ისეთ ბურთად, რომელიც შეგვიძლია გადავათამაშოთ და გადავანაწილოთ შეძლების დაგვარად. ბაი და გაჩნდა უკვე დამატებითი ხალხი არა ოჯახიდან შემოემატა გუნდს? რა თქმა უნდა, დაახლოებით 4 წელია ჩვენი მეგობრები ოფჩიდან, ჩვენი სამეზობლოს ბიჭები და გოგონები ჩვენთან ერთად მუშაობენ და ნელ-ნელა ერთობლივად ვსწავლობთ უკეთეს ტექნიკას იმისთვის, რომ შევამციროთ ძიმე შრომა და უფრო ხალისიანი გავხადოთ ყველა პროცესი. ასო ჯამში რამხელა გუნდი? ჯამში 8 კაცს მოიცავს გუნდი და დამატებით ღვინის ტურიზმისთვის კიდევ 2 ადამიანი. თითქმის უკვე არასეზონურად გვეხმარება ხოლმე. გულწრფელად დამინტერესდი შენი ისტორიიდან, მინდა მოვყვე რამ დამაინტერესა. თავისთავად პირველ რიგში ვეძებდი ქალს მეწარმეს. და მინდა რომ პოდკასტში რაღაცნაირი ბალანსი დავიცვა და მივიტანო იდეა რომ მეწარმეობა მარტო კაცების საქმე არაა. და ხა მეღვინეობაზეც რომ მარტო კაცების საქმეა, მაგ პარადიგმიდანაც გამოვდივარ ერთდროულად, ხო? ერთი ეგ არის. მეორე რომ ბაღდათის რაიონში, სადაც ხოთაშორის მე თვითონაც დიდი დრო მაგატარებული, იმიტომ რომ ჩემ ბაბუალებებიაც ბაბუა ჩემს ქონდა სოფელი როხი და მე ბევრი დრო მაგატარებული მანდ. ანუ რაღაც ემოციური კავშირი მაქვს მე თვითონაც. მესამე რომ გაბედა
ქალმა აი ესე ჩამოსული და შენ წარმოიდგინე რამდენმა ადამიანმა შეიძლება მოისმინოს დღეს, რომელსაც შეიძლება ეგონოს, რომ მაინდა-მაინც თბილისიდან უნდა იყო, მაინდა-მაინც არ ვიცი ბიზნეს მაგისტრატურა უნდა კონდეს დამთავრებული, მაინდა-მაინც კაპიტალი უნდა კონდეს დასაწყისში, რომ ბიზნესი დაიწყო, ან მაინდა-მაინც დიდი იდეა, დიდი იდეა უნდა კონდეს, რომ ეს ბიზნესი დაიწყო. აი ამ ადამიანებს რას ეტყოდი? იმ ადამიანებს, რომელიც შეიძლება დღეს ბაიარი, აი 15 წლის წინ, როდესაც შენ კიდე მოდი ესე ვთქვათ, აი მხოლოდ დასაწყისი იყო შენი გზის. რა შეგიძლია ამ ადამიანებს უთხრა? როგორ გააკეთონ თავის საქმე? საკუთარი საქმის კეთება განსაკუთრებული სიყვარული მოაქვს და განსაკუთრებული ენერგიით გმატებს პრინციპში და ეს არის დიდი მამოტივირებელი ძალა საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ ყოველ დღე რაღაცისთვის იშრომო, იმ ბიზნესთვის, რომელიც საბოლოო ჯამში შენი დაალაგებული ესეთი მომართული საქმე ხდება. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ჩვენი კომფორტის ზონებიდან გამოსვლა, იმ ზონებიდან, რაც გულისხმობს ნაკლებ პასუხისმგებლობას, უფრო მარტივ სამუშაო გარემოს, მაგრამ დღეს ბევრად უფრო მეტი და საინტერესო შესაძლებლობა არსებობს ნებისმიერ სფეროში უამრავი მოდელი, წარმატების ისტორია, ბევრი დაფინანსების საშუალება და წყარო იმისთვის, რომ საკუთარი საინტერესო საქმე აქციო ბიზნესად, ამიტომ ვეტყოდი ასეთ ადამიანებს, რომ პირველ რიგში ისწავლონ საკუთარი საქმე ბევრად უფრო უკეთესად და სწავლა არის ყოველთვის საჭირო, მიუხედავად ნებისმიერი გამოცდილებისა, იმდენად იცვლება და იმდენად ცვალებადია იგივე მეღვინეობის თუ მევენახეობის სფერო, რომ მეც ახლა სტუდენტი ვარ და ვსწავლობ ხელახლა იმას, რაც მეღვინეობის თანამედროვე თუ ძველმა მსოფლიომ უკვე. მე ვსწავლობ მოკლეს პროგრამაზე, მევენახის სასერტიფიკაციო პროგრამა გახლავთ აგრარულ უნივერსიტეტში და ჩემი თანასტუდენტები მიყურებენ თუ როგორ სწავლობ მეც მათთან ერთად, როგორ ვიწერ ყველაფერს, როგორ დეტალურად ვეცნობი კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ამის დრო და საშუალება მანამდე არ მქონდა, დღეს უკვე შემიძლია თამამად დავჭდე და ხელახლა ის ყველაფერი, რაც ჩვენს საქმიანობას სჭირდება, ხელახლა ვისწავლო და ამ ცოდნით ისე უკან დავბრუნდე. და რა იყო შენი კომფორტის ზონა? შენ ახსენე კომფორტის ზონიდან გამოსვლა. საჭირო არის. აი, ბაიასთვის რა იყო კომფორტის ზონა, რომლის დატოვებაც მოუწია და გამოსვლა მოუწია? შეგიძლია რომ ცოტა მეტი თქვა ამის შესახებ? მე ოფჩაში დავამთავრე სკოლა და შემდგომ თბილისში ორი უნივერსიტეტი დავამთავრე და შემდგომ რომელი ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს. ძალიან კარგი. პირველი ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შემდგომ მაგისტრატურის პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე, ეს სოციალური მეცნიერებები. შემდგომ ერთ-ერთი ბოლო სამუშაო ადგილი, სადაც მუშაობდი, იყო იტალიის საელჩო საქართველოში და ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მყავდა უამრავი მეგობარი, უამრავი ნაცნობი ამ საქმის გარშემო და ასევე ყოველდღიური ძალიან კარგი საინტერესო საქმე. თუმცა მივხვდი, რომ ჩვენი ვენახები, ჩვენი მარანი და ჩვენი სტილის ღვინო საინტერესო შესაძლებლობა იქნებოდა და ის რაც ასე მიყვარდა. რა მიგახვედრა? მე ვეძიები, არ გაგიკვირდეს, ვეძიები იმისათვის, ის დეტალები, ბაია რა არის, რა შენთვის ცხადია, ნათელია და მარტივია, ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს ესენი, იმიტომ რომ რეალურად ეს პოდკასტი არის სამეწარმეო აზროვნებაზე და სულისკვეთებაზე. იმისათვის, რომ ხალხმა გაიგოს, როგორ უნდა აკეთოს საქმე, ამ პატარა დეტალებს აქვს მნიშვნელობა და ამიტომ არ გაგიკვირდეს, რომ მე ესე ხო იცი ჩავეჩხირები და რაღაც დეტალს ვცდილობ რომ მივანათო, რომ შენ უბრალოდ ეს დეტალი გაგვიზიარო. თქვენ მეზობელი ყოფილხართ, ამიტომ მოსულო. ჩვენ
ახალი ღვინის ფესტივალებზე მახსოვს გამოდიოდით და იქ იყო რამდენიმე მეღვინე, მაგალითად იაგო, ყველას გეცოდინებათ და ბევრი სხვა კიდევ რამაზ ნიკოლაძე ჩვენი რეგიონიდან და სხვა პატარა საოჯახო მწარმოებლები, რომლებსაც ჰქონდათ ფანტასტიკური ღვინო. ეს არის 2009-დან მოყოლებული. მათ ჰქონდათ ძალიან კარგი ღვინო, ძალიან კარგი შეფუთული პროდუქტი საბოლოო ჯამში. ლონდონის რიცშიც კი იყიდებოდა მათი ღვინოები და ეს ადამიანები ხედავდი რომ ძალიან უბრალო, ჩვენნაირი, მშრომელი მეღვინეები და მევენახეები, რომლებსაც ძალიან კარგად უფასდებოდათ თავიანთი შრომა. და ეს და მოგინდა? ეს იყო ძალიან ეს საინტერესო სანახავიც და მე თან სულ ფიქრობდი რა ჩვენ შეგვიძლია რაღაც ჩვენს კარგი ღვინო გვაქვს ყველა მომხმარებელს ესე კარგი ძალიან მოსწონს და ჩვენი რაღაცა 2 ჰექტრიდან მიღებული და დაწურული ყურძენით შეიძლება რომ დაახლოებით მსგავს გზას გადიოდეს და ამის საშუალება საბოლოო ჯამში მოგვეცა და დღეს უკვე ისევ ამ ოცნებას მივყვებით რომ ეს საქმე ასო გავაძლიეროთ და უფრო საინტერესო გავხატოთ. ანუ მე სწორად ხვდები რომ ღვინის დაყენება იყო საოჯახო ტრადიცია. საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია? ანუ საიდან გაჩნდა ეს ოჯახში ეს ფუძე თვითონ ღვინო, ხა ღვინოთი საქართველოში დაწურვითაც და ბევრ რაღაცით შეიძლება ბევრი არ გააკვირო, მე შენი ოჯახის ისტორია მაინტერესებს, როგორ ჩამოყალიბდა ეს ტრადიცია შენ ოჯახში. ზოგადად ჩვენი სოფელი ობჩარის ძალიან კარგი ადგილი და ტერუარი ადგილობრივი ჯიშებისთვის ეს იქნება ცოლიკოვური ციცქა, კრახუნა თუ წითელი სხვა საღვინე ჯიშები და ყველა ოჯახში შეიძლება ნახოთ ფანტასტიკურად დაყენებული იმერული ღვინოები. ეს გარემოგანაპირობებელი ფაქტორი გახლავთ, თუმცა ასევე ბაბუა ჩვენი იყო აგრონომი და ენოლოგი პროფესიით. ორივე ოჯახში დედაც და მამაც ობჩიდან არიან, ორივე ოჯახში ეს ვენახის ვაზის კულტურა იყო რაღაცა ყოველთვის ჩვენს ბავშვობაში ძალიან დაფასებული. თავიდან თამაშით ვეხმარებოდით, სიმართლე გითხრათ. რაში იყო ეს თამაშები? წვანე ოპერაციების რთველის დროს მამა როცა ხნავდა ხოლმე ვენახს მახსოვს დავყვებოდით და ვხედავდით ჭიაყელები როგორ ამოდიოდნენ და რაღაც მთელ ამ პროცესს ჩვენ ბავშვური თვალით უყურებდით და ამით სიამოვნებას ვიღებდით. ეხლა ხვდებით რომ იქ სადაც ჭიაყელა არის მიწა და ნიადაგი არის ნაყოფიერი, ძალიან საინტერესო ხაზგასმა შეიძლება ბავშვობის და დღევანდელი გამოცდილებას შორის რა თქმა უნდა. თუმცა ნელ-ნელა უკვე როცა შეგვეძლო დახმარება ჩვენი მშობლების თუ ბებიის და ბაბუის გვახსოვს როგორ გვიწევდა ხოლმე ეს ლერწის გატანა ვენახიდან და ბევრი სხვა საქმე. მას სიამოვნებით აკეთებდით ამას თუ აი იმიტომ რომ მშობლებმა თქვეს? არსებობდა რაღაც საქმეები რომლებიც ძალიან მოგწონდა. თუმცა პირადად შენ მოგწონდა. რთველი ალბათ ყველაზე მეტად და საინტერესოდ მახსოვს და მომწონს და დღესაც ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი კვირები მთელი წელიწადში. პირველ რიგში ის საინტერესო და სასიამოვნო ემოციები, რაც ახლა კარგი ყურძნისგან მიღებული სიამოვნება გვაქვს ხოლმე მთელს ოჯახს გვიხარია, აი ყოველთვის ვწონით ხოლმე ჩვენს ყურძენს, რომ გავიგოთ სად უკეთ ვიმუშავეთ, სად დავაკელით შრომა. და ის რთველი არცა განსაკუთრებული მოვლენა არის, სიმართლე გითხრათ, ბოლო 10 წელია უფრო მეტად. შეგვიძლია თქვათ რომ რთველი დღესასწაულია თქვენთვის? ნამდვილად. ესე იგი პატარა ბაიას თვალებით შევსტიობ ხა შევხედო, რთველი იყო ყველაზე დიდი ემოციური, დახუნძლული პროცესი. გახლავთ. და რა არ უყვარდა ბაიას ამ პროცესში? გვანცასაც და გიორგისაც და ბაიასაც ყველაზე ნაკლებად გვიყვარდა ის სხლის შემდგომი პროცედურა, იმიტომ რომ გროვდება ძალიან ბევრი ნარჩენი. იმერეთში ვეძახით ლერწს, რომელიც უნდა გაიტანო ვენახიდან, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში ეს ვენახის ნასხლავი
თავისით არ გადამუშავდება, არ ალპება ნიადაგში და ხელს გიშლის უმარტივეს საქმეში. ან დალაგება არ მოგწონდათ. ეს ხო ნამდვილად არ მოგწონდა. თან ძალიან ბევრი საქმე იყო და უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. როგორი ურთიერთობა იყო თქვენ სამ შორის? გიორგი არის ყველაზე პატარა, ჩვენ უფროსი დები ვყავართ ესე. და თლად უფროსი რომელია? თლად უფროსი მე ვარ. გვანცაიწახის მე სენდვიჩი ვარო. და ესე იგი ჩვენ სამეზობლოში სიმართლე გითხრათ, მხოლოდ 2 ბავშვი იყო, რომელიც შაბათ-კვირას ბრუნდებოდა ქუთაისიდან. და ძირითადად ჩვენ სამნი თამაშობდით ერთად ეს ყოველთვის მახსოვს, მაგრამ შაბათ-კვირა განსაკუთრებული დრო იყო მერე, როცა ყველა საქმისგან თავისუფლდებოდით, მათ შორის სწავლისგანაც და შენ სახელის ისტორია რატო დაგარქვის ბაია? სიმართლე გითხრათ, ესე იგი ოჯახის დიდი ნაწილი დღესაც ლანას მეძახის და მამა იყო ადამიანი, რომელიც ჩუმად წასულა და სახელის ადგილას ლანას მაგივრად ის რაც უკვე შეთანხმებული იყო. ანუ ლანა იყო შეთანხმებული? კი ბატონო და დამარქვა ესე ბაია, რომელიც მისი საყვარელი სახელი იყო. და შენ თავს როგორ აიდენტიფიცირებ, ბაიასთან თუ ლანას? ეხლა უკვე ბაიასთან, იმიტომ რომ გარშემო ყველა ამ სახელით მომართავს და ანუ მე აღარ გითხო როგორ მოგმართო, ხო? გასაგებია როგორ დამოგმართო. ყვები რომ ბაბუა იყო აგრონომი, ანუ ოჯახში იყო ტრადიცია. ბევრ ოჯახს აქვს ტრადიცია, როგორც ხვდები გარშემო და თვითონ კონტექსტიც ხელს უწყობს ამ სფეროსგან ვითარებას, მაგრამ შენ გახდი ის, ვინც გადაწყვიტა საოჯახო კომფორტის ზონიდან გამოსვლა და აქედან ბიზნესის შექმნა და ინდუსტრიალიზაცია ამ სფეროსი. თუ ეს იყო საოჯახო ტრადიცია, ბევრს ჰქონდა ეს შესაძლებლობა. რატომ ბაიამ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და არა სხვა? პრინციპში მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს ის პროდუქტი, რაც საბოლოო ჯამში მიიღება, ღვინო არის ჩემთვის ძალიან საინტერესო პროდუქტი და ამას მაშინ ვიხდი, როდესაც ჩემს მეგობარ აქაურ სტუდენტებს ვესაუბრებოდი იმის შესახებ, რომ აი რა კარგი ღვინო გვაქვს და რა არომატული და საინტერესო პროდუქტია თქო და მათგან რეაქცია იყო ესეთი მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ, უფრო საინტერესოზეო. თუმცა შემდგომ შევხვდი ძალიან საჭირო ადამიანებსაც, ღვინის მაღაზიის მფლობელებს, სომელიებს, გავიარე სომელიეს კურსი ასევე, სადაც მივხვდი თუ რამ ხელა დაფასება აქვს ამ პროდუქტს და რამ ხელა სიყვარული აქვს ადამიანებს შორის. ამიტომ ეს ნაწილი ღვინის სიყვარული და ის გამოცდილება, რაც ბავშვობიდან მოყოლებული მქონდა, იყო ძალიან საინტერესო სინთეზი საბოლოო ჯამში. დღესდღეობით სიმართლე გითხრათ, რომ ცოდნოდა ამდენი წინაღობა, ამდენი გამოწვევა, ამდენი ენერგია და დრო ჭირდებოდა ამ საქმეს, ალბათ უფრო მეტს ვიფიქრებდი, მაგრამ შეყევი. კი ბატონო. შეყევი. ხო და რა თვისება არის ესე, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ანუ შენ წახვედი სომელიეს კურსი დაამთავრე და სხვა შესაძლებლობებს შეეხე, რა არის ცნობის მოყვარეობა, სწავლის უნარი, ანუ რომელი თვისება არის ბაიაში, რომელიც მას დაეხმარა, რომ გაეფართოვებინა ჰორიზონტი და დაენახა შესაძლებლობები. დაგეთანხმებით ალბათ ეს ცნობის მოყვარეობა არის ერთ-ერთი ყველაზე წინსწრაფველი ინტერესი, ჩემთვის სულ მაინტერესებს ხოლმე სად რა ხდება და ამიტომაც არ დავიზარე და ეს რაც ხანგრძლივი კურსი გავიარე. თუმცა ცნობის მოყვარეობასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ რისკის მიმართ შიში დიდად არ მაქვს და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი სტარტისთვის კარგი დასაწყისი. ანუ რისკიანობა, შეგვიძლია ასე
დავარქვათ და ცნობის მოყვარეობა. და მათ შორის მე მესმინება მაინც მიხედვით იმისა რომ ამ პროცესში მე რომ ცოდნოდა რამდენი რაღაცა არისო, კარგად დავფიქრდებოდიო შევიდე თუ არაო, ალბათ სავარაუდოდ პასუხისგებლობაც ხო, რადგან ბევრი რაღაცა არის, თუ პასუხისგებლობა თუ დისციპლინა, რომელი უფრო გეხმიანებაში. ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოწვევა, რომელზეც პირადად ვარ პასუხისმგებელი, მაგალითისთვის მუდმივად ცვალებადი საექსპორტო რეგულაციები დაწყებული კანადიდან დამთავრებული სინგაპურამდე, პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია კომუნიკაციასთან და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მეილზე მუდმივად საბედნიეროდ მუდმივად მოდის უამრავი საინფორმაციო სახის წერილი, იქნება ეს ახალ შეკვეთასთან დაკავშირებული თუ სხვა სახის წერილები, რასაც პასუხი ჭირდება და ამასთან მინდა გითხრათ, რომ ყველას ძალიან გვიყვარს ვენახში და მარანში მუშაობა და ძალიან არ გვიყვარს სოციალური ქსელების მართვა იქნება ეს თუ კომპიუტერთან სამუშაოდ დაჯდომა. საინტერესოა რომ როზი ხარ ახლა წარმომიდგენია ოჟბაში და იქიდან უყურებს სინგაპურის რეგულაციებს საექსპორტოს. აი ის იმდენად საინტერესო ბმა იყო ეს შემთთვის კანადის და სხვა ქვეყნების სადაც ხართ. და ეს შესაძლებლობა შეიქმნა რომ იმერეთიდან დღეს ღვინო იყიდება ამდენ ქვეყანაში და რა ჩემთვის სასწაული ამბავია. მოდი დაუბრუნდეთ როგორ მოიზიდე პირველი კაპიტალი. ანუ რა იყო ეს ისტორია, როგორ დაიწყო საერთოდ მოდი ისე ვთქვათ მეწარმეობა სად იყო ის წერტილი, საიდან საოჯახო ღვინო გადავიდა სამეწარმეო რელსებზე. სიმართლე გითხრათ, დედა იყო ადამიანი, რომელმაც ეს აწარმოეს საქართველოს 5000 ლარიანი პროექტი დაწერა. დედამ დაწერა პროექტი? დიახ. მადლობა დედას. ნამდვილად დიდი მადლობა მას და ამ პირველი კაპიტალით შევწელით, რომ ღვინის ეტიკეტი და ჩამოსხმისთვის საჭირო პატარა დანადგარები შეგვეძინა. ანუ აქამდე სწორედ მესმის, რომ თქვენ 20 ლიტრიანი დაგქონდა თქვენი ღვინო და მანამდე არც სახელი, არც ეტიკეტი და არაფერი არ არსებობდა და უბრალოდ ღვინოს ასინჯებდით ხალხს. გამოფენებზე, რომელიც თბილისში თუ ქუთაისში იმართებოდა, ყოველთვის მონაწილეობას ვიღებდით, თუმცა სახელის და ეტიკეტირების გარეშე. ასინჯეთ ჩვენი საოჯახო ღვინო. ხო? კი ბატონო. და მოწონდა ხალხს. ძალიან მოსწონდათ. ანუ აი ეგ მომენტი იყო ინსპირაცია, რომ ხალხს თუ მოწონს და რავი ბაიას ღვინოს თუ ეძახის, ესე შეიძლება გაისროლოს, ანუ რა მოგცა შენ დასტური, რომ მოდი ბიზნესი დავიწყო. ეს ფაქტორი იყო და ამასთან ხედავდი, რომ ჩვენს ოჯახს ეს სიხარული რაც ერთად ყოფნის და ერთად მუშაობის დროს გამოგვიცდია, ნელ-ნელა აკლდებოდა, იმიტომ რომ მეც, გვანცაც და გიორგიც სხვადასხვა პროფესიას ვირჩევდით, ზოგი საქართველოში, ზოგი მის ფარგლებს გარეთ და რაღაცა ეს ერთიანობა ნელ-ნელა ირღვეოდა, თუმცა შენთვის ნიშნავანი იყო, რომ არ დარღვეულიყო? ვფიქრობ, რომ ძალიან დიახ. და რა არის ამ ერთიანობაში, ერთობაში თქვენი ოჯახის შეგიძლია რამოდენიმე ფასეულობა გამიზიარო, რომელიც თქვენ გაქვთ საერთო როგორც ოჯახს? პირველ რიგში ალბათ შრომის სიყვარული, რომელიც ყველა მათგანში შემიძლია ყოველთვის დავინახო და ასევე ერთმანეთის დახმარების სურვილი და ხარდაჭერის ყოველდღიური გამოვლინება, იმიტომ რომ რათა არ არსებობს გამოწვევა, რომელიც ან დაშვებული შეცდომა, რომლის აღმოფხვრაშიც ერთმანეთს არ ვეხმარებით ხოლმე. და შენ გინდოდა ამის შენარჩუნა? კი ბატონო. სხვებსაც უნდოდათ? სხვებსაც უნდოდათ. ხო, ანუ არ არსებობდა პლატფორმა, რითიც შეგეძლოთ ეს გაკეთებინათ? ეგ იყო პრობლემა და ყველა თავის გზას ადგებოდა იმ წერტილში? კი ბატონო, ეს ნამდვილად თვალსაჩინო მომენტი იყო, თუმცა დღეს უნდა ნახოთ ობჩაში ჩვენი სახლი სტუმრებით მუდმივად სავსე, დილას შუადღეს და საღამოს მუდმივად მოფუსფუსე, ღია ჭიშკრით,
ასე რომ უნდა აუცილებლად ჩამოვა. აუცილებლად ჩამოვა. გამიგია მე არ ყოფილ ვარ და 100 ჯერ გაგებულს ერთი ჩასული ჯობია მაინც. ამიტომ წინასწარ ვამბობ აქვე რომ ჩამოდივარ შენთან სტუმრად. შენ ახსენე რომ გამოფენებზე რომ დადიოდი, ხედავდი საოჯახო მეღვინეობებს, ხედავდი ამ უკვე მეწარმეებს, იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაიწყო. ვინმე კონკრეტული იყო, ვინც შთაგაგონა ყველაზე მეტად და თქვი რომ აი ეს მინდა რომ გავხდე, აი ეს კონკრეტო, აი თითი რომ დაადე შიგნით შენ სამყაროში, თითი დაადე და თქვი რომ მე აი ესეთი გავხდები. ვინმე შთაგაგონა ეს? წეგანაც ვახსენე იაკოს მეღვინეობა, ესეთი ფანტასტიკური ღვინოების და ფანტასტიკური ადამიანების წამოწყებული საქმიანობა არის. ქართლში მდებარეობს ეს წარმოებელი და ეს თქვა მისი უშუალო ძალიან ბუნებრივი, ძალიან საინტერესო გამოცდილება ნამდვილად იყო ვარსკვლავი ჩვენთვის. ისე დაგვენახა რა იყო ყველაზე კარგი და საინტერესო მაქსიმუმი, რითაც საოჯახო მწარმოებელი შეიძლება სიამოვნებას იღებდეს. ძალიან საინტერესოა. ყოველთვის არის რაღაცა, რაც მოგწონს და გვინდება. შეიძლება საქართველოში მოხდეს ეგრე შენ შემთხვევაში, შეიძლება უცხოეთში, ინსპირაცია თითქოს შენთვის ეს და შენ წარმოგიდგენია რამდენთვის შეიძლება იყო ინსპირაცია შენ და შენი მეწარმეობა დღეს. ჯერჯერობით არა, თუმცა ერთი რაც დღემდე მახსოვს და დღემდე ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. YouTube-ში როგორც მახსოვს ვუყურებდი ნინო ზამბახიძის გამოსვლას, სადაც ის თავის ფერმაზე და ასოციაციაზე საუბრობდა, ფერმერთა ასოციაციას გულისხმობ და ძალიან გამიკვირდა რომ ამ ადამიანს მივწერე და მაშინ მიპასუხა. რაც რამ გაგაკვირვა? რთულია ხოლმე უამრავი ადამიანის რამ მიგაწერინა ბაია? ძალიან მინდოდა ამ ასოციაციის წევრობა და მაგცა მათ გვერდით ყოფნა და აღმოჩნდა ის რომ ნინო მაშინ მიპასუხა და დღემდე ის მხარდაჭერა რომელსაც გვიწევს, ხთა ამას ყოველთვის გრძნობთ ხოლმე, მაგალითისთვის დაგვაკავშირა ძალიან ბევრი საინტერესო ადგილობრივ ღვინის მაღაზიასა თუ რესტორანს და დღემდე თანამშრომლობთ მაგალითისთვის აჭარა ჯგუფთან. ძალიან რთული იყო თავიდან, იმიტომ რომ არავინ არ გვიცნობდა და ეს მხარდაჭერა იყო უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ თუ შენს ქვეყანაში არ ყიდი ღვინოს, მაშინ შეიძლება პანდემია დაიწყოს და საერთოდ რეალიზაციის გარეშე. კი ბატონო, უცხოელი მყიდველი ვეღარ დაგიკავშირდეს. საწარმოს კაპიტალი როგორ მოიზიდეთ? საბედნიეროდ მაშინ მშობლები და დღესაც სკოლაში მუშაობენ, ამიტომ მათი სკოლაში ასწავლიან? დიახ, და მათი სახელფასე კაპიტალი ყოველთვის დიდი მხარდაჭერი იყო ჩვენი საქმიანობის თავდაპირველად. თუმცა ამასთან ერთად ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი მარანი, ჩვენი ვენახები საუკეთესო მდგომარეობაში იყო. ეგოჯახური ტრადიცია იყო, რომ ვენახი უნდა ყოფილიყო მოვლეულ გაწკრიელებული, საიდან მოდიოდა? იყო და არის კიდევაც, იმიტომ რომ ვენახი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე ადრეული გაზაფხულიდან დაწყებული გვიან შემოდგომამდე და მინდა გითხრათ, ზამთარშიც კი არ ვჩერდებით ხოლმე, უამრავი საქმეა, რომელსაც თუ დროულად არ გააკეთებ, მერე წინ დაგხვდება. შენთვის ვაზი რა არის? ცოცხალი ორგანიზმია პირველ რიგში, რომელიც თუ კარგად მოული ძალიან გასიამოვნებს, თუ დააკლებ მცირეოდან ყურადღებასაც კი, რაც წვიმის შემდგომ იქნება ეს თუ ცუდი ამინდების შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში დაგტოვებს ყველაფრის გარეშე, ამიტომ ეს ყურადღებას ალბათ ბავშვზე უფრო მეტად მოითხოვს ხოლმე. ყურადღების გარდა რას კიდე? რას მოითხოვს ვაზი? დიდ შრომას და სიყვარულს, იმიტომ რომ დღეს ახლა დაახლოებით 20,000-ზე მეტი ძირი ვენახი გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ ისე დღეს ახლა მე ვარ წამოსული თქვენთან, თუმცა ჩვენები, გვანცა და გიორგი თავის გუნდთან ერთად მუშაობენ და ყოველ წლის განმავლობაში ისე არ ხოლმე რომ სახლს ვერ ტოვებთ, მაგის გამო რომ ყოველთვის საქმეა და ყოველთვის მოითხოვს
ვიღაცის ადგილზე ყოფნას და მძიმე სამუშაოს. და როგორ დახასიათებ შენ ურთიერთობას მასთან? ძალიან საინტერესო კითხვა. სიმართლე გითხრათ, განსხვავებულ პერიოდში მაგას გაზაფხულზე სულ სხვანაირი ემოციებით მუშაობთ ხოლმე, იმიტომ რომ მაინც ჯერ დიდი წელი გველოდება და დიდი დროა. რანაირია ემოციები, ხო იცი მე დეტალები? სიმართლე გითხრათ, ცუდ ხასიათზე არასდროს არ ვართ ხოლმე. ყოველთვის კარგი განწყობაზე ხუმრობით და ჩვენსკენ გეცოდინებათ რანაირი იუმორი გვაქვს. ხანრაზე ვსაუბრობთ ხანრაზე და მე უკვე რო ახლოვდება შემოდგომა და ნაკლები საქმე გვაქვს ხოლმე, საკმაოდ გადაღლილები, მე უფრო ესეთი დინჯები ვხვდებით და მე უკვე მოლოდინის პროცესია, მაგალითად წელს გქონდა სეტყვა, რაც ჩვენი მხარისთვის არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მან მივხვდით, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენს იშრომებ, ბუნების წინაშე მაინც უძლურია ადამიანი, ამიტომ იმედია, რომ მომავალ წელს უფრო გაგვიმართლებს და უფრო ესეთი შვიდი და წყნარი წელი გვექნება. შენახსენე, რომ ჩვენ რთველის დროსო უყურებთ სად ვიშრომეთ, სად გამოგვივიდა, სად ნაკლებად გამოგვივიდა, სად დავაკელით თუ რაღაცა. ამაზე მსჯელობა როგორი გაქვთ? ანუ როგორ ხდება შეფასება? თვითონ პროცესი მაინტერესებს და კრიტერიუმები, როგორ აფასებთ და სადაც სიტყვაზე რაღაცა დააკლდა. იმას როგორ აფასებთ და როგორ გამოგაქვთ გაკვეთილი და როგორ სწავლობთ? ძალიან საინტერესო მარტივი ინდიკატორი ყავს ვენახს, ეს არის ჭრაქის და ნაცარი. ეს არის სოკოვანი დაავადებები, რომლებიც ან მტევანზე გამოიტანება, ან ვენახის ფოთოლზე და ორივე არის სიმართლე გითხრათ ხარისხისთვის მომაკვდინებელი, იმიტომ რომ თუ გაქვს დარღვეული ფოტოსინთეზი და ფოთლები არ არის წყობში და დაავადებულია, მაშინ თვითონ ვაზს ექნება პრობლემა, თუ მტევანი ავადდება, უკვე საბოლოო ჯამში შენ გექნება პრობლემა, იმიტომ რომ ამ მტევანს ვინიფიკაციისთვის ვეღარ იყენებ, ამიტომ ეს ორი მარტივი ინდიკატორი გახლავთ განვლილი შრომის დაწყების. დავუშვათ ეს ინდიკატორი აღმოჩნდა. როგორ აანალიზებთ რა მოხდა? რამ გამოიწვია აი ეს კონკრეტული შედეგი, რაც მივიღეთ? აი მაგის პროცესი როგორია? მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი სამუშაოების უდიდესი ნაწილი მოდის სწავლობაზე და შესხურებაზე. ძველ ვენახებში ჯერ კიდევ ბეჭის მანქანით მუშაობთ, თუმცა ახალ ვენახში გვაქვს ეს. ძველი ესეთი? სწორედ მახსოვს? გახლავთ. უფრო მსუბუქი ვიდრე სპილენზის ადრინდელი მანქანები იყო და ახალ ვენახებში მუშაობთ, გვაქვს ეს ფუფუნება, რომ ტრაქტორით გავაკეთოთ. განსხვავება დიდი არ არის, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში გვაქვს ხოლმე კარგი შედეგი, მაგრამ თუ სადმე რომელიმე ფოთოლზე მოვლა დააკლდა, ან მწვანე სამუშაოები დროულად არ ჩავატარეთ და ფოთლის დიდმა მასამ ჩახურება გამოიწვია, ესეც უკვე მარტივად გამოვლინდება მომდევნო კვირის განმავლობაში. ამიტომ კარგად უნდა მომემზადოთ განსაკუთრებით წლევანდელი მომავალი წლისთვის. და თუ გამოგივიდათ, როგორ აღნიშნავთ? ახლა ღვინის წარმოებას ხო უცნაურია რომ ვკითხო როგორ აღნიშნავთ, მაგრამ მაინც შეიძლება რამე ტრადიცია გქონდეთ, რომელიც არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულად მაგ დროს ისეთი დაღლილი ვართ რთველის დროს, რომ არაფრის თავი აღარ გვაქვს, ის დასამალი ამბავი არ არის. თუმცა ყოველთვის გვაქვს ხოლმე ბევრად უფრო უკეთესი ყვება, იმიტომ რომ ამ დროს ენერგია გჭირდება და კარგი საკვები გჭირდება, რომ 24/7-ზე ფეხზე იყო და ეს არის განსაკუთრებული. ტექნოლოგიურად როგორ მიხვედი საერთაშორისო სტანდარტებამდე? ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენი ტრადიციული
ჭურის თუ ქვევრის ღვინოები აღიარებულია მთელს მსოფლიოში. ჭაჭაზე მაცერაცია და ქართულად დაყენებული ღვინის 10 წლის წინ იყო, რომ ძალიან უკვირდათ, როცა ჩვენი ბურღვინოს სვამდნენ და ამბობდნენ, რომ აი ეს რაღაც ტანინები არ მომწონს, ეს ფერი დაჟანგულია ალბათ. თუმცა დღესდღეობით ყველა უკვე ამბობს, რომ ალბათ ეს თიხის ჭურჭელში დადუღებული ღვინოა, რაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი საშუალია, იმიტომ რომ აღიარება გვაქვს მთელს ქვეყანას, გვაქვს ჩვენი ნიშა და აღარ გვიწევს შეჯიბრებათობა ევროპულ თეთრ თუ წითელ ღვინოებთან, არამედ სრულად განსხვავებული და განსაკუთრებული ადგილი გვაქვს ღვინის რესტორნებსა თუ მაღაზიებში მთელ მსოფლიოში. შენ ახსენე ნინოს წვლილი. მე დაგეხმარა იქ ჭარაჯგუფთან და ვიღაცებთან და ეგეთი ადამიანები. როგორ გააცანი ქვეყანას შენი ღვინო? ანუ რა იყო მთავარი მომენტები, რომელიც დაგეხმარა შენ, რომ პირველ რიგში ქართულ ბაზარზე გასულიყავი და წარგედგინა შენი პროდუქტი? სიმართლე გითხრათ, დღემდეც არ ვტოვებთ საინტერესო გამოფენებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებიც ღვინოსთან არის დაკავშირებული. ეს იქნება ღვინის ფესტივალი, ეს იქნება რაღაცა ჯაზის და ღვინის დღე თუ სხვა სახის. შენ ჩადიხარ მან პირადად? ყველგან თუ? არა მხოლოდ მე, გვანცაც გიორგიც, იმიტომ რომ ეს არის ჩვენს მომხმარებლებთან შეხვედრის შესაძლებლობა სხვანაირად არ გამოდის. თუმცა გვიწევს ხოლმე დილიდან საღამომდე ფეხზე დგომა, ამ ღვინოების გახსნა, მოსულ სტუმრებთან საუბარი, რაც საკმაოდ დიდ დროს და ენერგიასაც მოითხოვს, მაგრამ ეს საქმე გვიყვარს და ვიცით, რომ ეს არის შეუწყვეტელი პროცესი, იმიტომ რომ ამის გარეშე ბევრ მომხმარებელს დავკარგავთ. როგორ შექმენი 17 ქვეყნის ექსპორტი? ეგეც ალბათ ძალიან საინტერესოა. შენ ახსენე, რომ ჩვენ ღვინოს აქვს აღიარება თავის სეგმენტში, ესე ვთქვათ, ნიშური სეგმენტია და ჩვენი ნიშა გვაქვს. რა იყო ფაქტორები, რომელიც დაგეხმარა 17 ქვეყანაში აწარმოო ექსპორტი ქართული ღვინის? ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა თურქეთი გახლდათ, სადაც ფლამეზობლად ჩვენი ღვინო შევიდა, კი ბატონო. თავის დროზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ აი ეგ ყურის ძირში შევძლებდით, რომ იყვნენ ღვინის გაყიდვას, თუმცა ესეთი რაღაცებიც ხდება. ეხლა სომხეთთანაც გვაქვს პატარა მოლაპარაკება და დასაწყისში 2015 წელს ნამდვილად არც კი ვოცნებობდით იმაზე, რომ ღვინო საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგვიყვანა. საქართველოს ვოცნებობდით ალბათ ჯერ. კი ბატონო და ეხლა დღეს უკვე სხვა რეალობის წინაშე ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც ყოველთვის წარმოაჩინო შენი მეღვინეობა, ახალი თუ ძველი ღვინოები, რაც დროსთან ერთად დამატებით ფინანსებსაც მოითხოვს, იმიტომ რომ გვიწევს მსოფლიოს გარშემო ბევრ ქვეყანაში ჩასვლა, ნიმუშების გაგზავნა და ამ გამოფენებში მონაწილეობის მიღება. წელს ალბათ 10-ზე მეტ გამოფენაში ვიღეთ მონაწილეობა, თუმცა კიდევ არის დაგეგმილი წლის ბოლომდე 2 გამოფენაში მონაწილეობის მიღება და ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც იქაურ თუ სხვა ქვეყნის დისტრიბუტორს შეიძლება შეხვდე და ალბათობა იმისა, რომ აი ესეთი საინტერესო ადამიანები შეიძლება გაიცნო, არის ძალიან მცირე. თუმცა გვიმართლებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ჩვენი ღვინით დაინტერესებული კლიენტი შემდგომ უკვე ჩვენი ღვინის ახალი ექსპორტიორი ხდება. შენ ახსენე, რომ მე რომ ცოდნა რამდენი პასუხისგებლობა მოყვება ამას ყველაფერს, კარგად დავფიქრდებოდი. რამდენად დავიწყებდი ამას. იყო წერტილი, სადაც აი ესეთი მე ვეძახი ამას ბნელ წერტილებს, აი როდესაც ყველაფერი გიჩვენება ძალიან ბნელად, არაფერი არ მუშაობს. აი ყოფილხარ ერთ-ერთ წერტილებში, სადაც გითქვამს, რომ ვაიმე სადა ვარ. რატო დავიწყე ეს ყველაფერი, რა მინდოდა წვენებში კი ვეძახი, ახლა ღვინოზე ვლაპარაკობდით, მაგრამ ეს მეტაფორაა თავისთავად. ესეთი წერტილი მინდა გაიხსენო
და რა განიცადე მან და როგორ გამოხვედი იქიდან. ესეთი წერტილი ნამდვილად არსებობდა პანდემიის დასაწყისში, იმიტომ რომ ჩვენ მართალია მშობლები სკოლაში მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენ და ჩვენს გუნდს ფაქტობრივად ხელიდან ყველაფერი გვეცლებოდა. განსაკუთრებით ტელევიზორს რომ ვრთავდით, მათ უკვე ხვდებოდით რომ ღვინოს კი არა ხალხი წამლის საყიდელ ფულს აგროვებდა, თუმცა მალევე დასრულდა საბედნიეროდ ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ დავიწყეთ ადგილობრივი დისტრიბუცია. ჩვენს მეგობარ ქართველ თუ უცხოელ ოჯახებთან ვიქონდა ღვინო, მალევე მოვიპოვეთ რაცა საშვი. მან დარწახვიდე, ცოტა ხანი სიბნელეში დარჩი, ვიცი რომ დისკომფორტულია. და ეგრევე გადაწყვეტაზე რო წავიდა. მოიცო ცოტა ხანი, ცოტა სიბნელეში დარჩი ჩემთან ერთად. დადგა პანდემია, ყველაფერი გაჩერდა. და როგორი იყო შენთვის, როდესაც პრაქტიკულად მთელი რეალიზაცია ხედავ რომ ჩერდება და როგორი იყო ეს წერტილი, რა განიცადე? ძალიან უიმედო მდგომარეობა იყო, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ყველაფერს კარგავდით, რაღაც მაშინ თან ამერიკიდან მქონდა ძალიან კარგი შეკვეთა მიღებული და ამის ჩამს გაუქმეს? არ გაუქმეს, თუმცა სანამ ტრანსპორტი დაახლოებით 6 თვეზე მეტი ხანი გაიწელა ამ შეკვეთის წაღება და მე დამატებითი 3 თვე. დიდი ლოგისტიკური წყვეტა იყო მაშინ. გახლდათ ნამდვილად. და რაღაცა ვფიქრობდით, რომ ახლა ღვინოს კი არა, თუ ყველა, ასე ვთქვათ, ავად იქნებოდა გეგმა ბეზე უნდა გადავსულიყავით ამ. ქონდათ გეგმა? კი, რა თქმა უნდა, ისევ რაცა მარცვლოვანი კულტურების დათესვა. სიმართლე გითხრათ, მთელი ბავშვობის განმავლობაში ჩვენი ოჯახი ეს გეგმებზე ცხოვრობდა, როგორც სხვა ალბათ სოფლად ცხოვრები ოჯახები, იმიტომ რომ ყველაფერი მოყვავდა ჩვენს მეურნეობაში წლიდან წლამდე სამყოფი. ეხლა უკვე მხოლოდ ერთი ძაღლი, კატა და ეს კონტინგენტი ყავს და ძალიან ბედნიერები ვართ ამით, იმიტომ რომ დიდ შრომას არ მოითხოვს მათ ზრუნვა და მთელი ჩვენი დრო ვენახზე და მარანზეა დათმობილი და აი ამ პანდემიის წერტილში ვფიქრობდით, რომ ის გამოცდილება რაც გქონდა 90-იანი წლებიდან დაწყებული საკმაოდ ხანგრძლივი და ესეთი მრავალფეროვანი ისე ხელახლა უნდა დაგვეწყო და საბედნიეროდ გადავრჩით ამ გეგმაზე გადასვლას. ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა გეგმები. და ეხლა რეალურად ანუ პანდემიის დროს თქვენ მოძებნეთ ალტერნატიული სადისტრიბუციო არხები ააშენეთ, როგორც მესმინება. კაცმანის პოდკასტს ენერგიით ავსებს სოკარი, თქვენი ბიზნესის საწვავი. როგორ მიხვედით ტურიზმის იდეამდე? ანუ როგორ მიხვედით იქამდე, რომ თქვენი სახლის კარი გამოფენებზე კი არ გაუხსნათ, როგორც თქვენ დადიოდით და გამოფენებზე, პრინციპში გამოფენებზე თქვენ როგორც ოჯახი მიდიოდით და თქვენი ოჯახის ამაგი მიქონდათ, ან განცდა ეგეთი მრჩება, რომ და როგორ გახსნით სახლის კარი, როგორ გადაწყვიტეთ, რომ ტურიზმი განავითაროთ, ანუ ღვინის გარდა ზემოდან ტურიზმის განავითაროთ და გახადოთ ეგ რაღაცნაირი მიზიდულობის წერტილი. სიმართლე გითხრათ, თვითონ მოგვადგნენ სტუმრები კარს. ხალხი წყვიტავს, სახელი რა უნდა კონდეს, სახში მოგადგნენ, ხო? ანუ ხალხი თვითონ კარ ნახობს, რა ჭირდება, ხო? საბედნიეროდ. მაშინ ერთ მახსოვს, რომ ობჩაში შიდა გზა არ იყო და ეს 7 კილომეტრი იყო საკმაოდ ძნელად გასავლელი წყლიანი თხრილობით სავსე გზა. დღეს ეს გატკიცინებული ასფალტი გვაქვს, პარკინგით და სხვა რეალობაში ცხოვრობთ და სტუმრები ძალიან მარტივად გპოვლობენ, კიდეც ნავიგაციაც დატანილია Google-ზე ჩვენი ლოკაცია და აღარ გჭირდება მოკლედ დიდი ძალისხმევა მათ მისაღებად. თუმცა ხო 2017 წელს იყო, როცა თვითონ მოგვადგნენ ეს სტუმრები და მაქედან მოყოლებული. როგორ მოგვადგნენ? აი ოჯახი იყო, რომელსაც ღვინო ძალიან უყვარდა და უნდათ ცოტა ხნით სოფელში ყოფნა, ხმაურისგან დასვენება და პოლიცია მონობით მიღება. კი ბატონო. გერმანული ოჯახი იყო და დღესაც სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტი გერმანელი გსტუმრობს, იმიტომ რომ ჩვენთან ახლოს აეროპორტია, ქუთაისთან ახლოს და იქ
იქედან ჩამოსული ბევრი სტუმარი ჩვენთანაც მოდის. ამიტომ ანუ მთელი პროგრამა გაქვთ მაგათთვის უკვე მომზადებული როგორ არის? დაახლოებით რომ მოგვიყვე რანაირად ღებულობთ სტუმრებს, ტურისტებს? ორი განსხვავებული შეთავაზება გვაქვს ხოლმე. ძირითადად უფრო პირველით ინტერესდებიან, იმიტომ რომ ადგილობრივ კერძებზე უარს ვერავინ ვერ ამბობს, კარგ ხელხაჭაპურზე, ფხალეულობაზე, რომელიც სეზონურად იცვლება, შემწვარ წიწილაზე და კიდევ ბევრ ესეთ გემრიელ უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ჩავა კვების რეჟიმს ვარღვევ. მე მაგას ვერ ჩემი გული მაგას ვერ გაუძლებ, შანსი არ არის. არც გერმანელზე არ ვარ ნაკლები მე თვითონ. კაი, მეორე ოპცია რა არის? გელით მთელს გუნდს და მეორე ოპცია არის მათთვის ისაც მხოლოდ ღვინის დაგემოვნება უნდა და მარნის და ვენახის ნახვა. ამიტომ ყველა პირველს ეხლა ვახდებით რომ პირველ. თანახმა ხარ პირველზე? შენ მეორეზე, არ ჯერ პირველი და მე თუ მოგეწონდა მეორეზე დაგტოვებ მეორე დღეს. პირველი აუცილებელი. და ეს ცალკე ბიზნეს ლაინია, ხო? შეგვიძლია ესე შევხედოთ. კი ბატონო, უბრალოდ თავიდან მივხვდით, რომ ყველა სტუმარს ჩვენ მასპინძლობდით, მე ან გვანც ან გიორგი, იმიტომ რომ ენები შეძლებს თოკაროთ ვიცოდით გერმანული თუ ინგლისური, მაგრამ მივხვდით, რომ თუ ყველა სტუმარს ჩვენ შევხვდებოდით, ვენახის თუ მარნის საქმეს კაციშვილი არ გააკეთებდა და სუკეებს გადაყვებოდა ყველაფერი. დავარქვათ ეს. კი ბატონო, თან სტუმრების ყოველდღე მოდიოდნენ და წვეტა არ გქონდა, ამიტომ მშობლებს ძალიან ვთხოვეთ და მათთვისაც დღემდე ყველაზე საყვარელი საქმე არის სტუმრის მასპინძლობა და დღეს უკვე დედა და მამა არიან ჩვენი მარნის მასპინძლები. სკოლა დატოვეს ანუ. სკოლა არ დატოვეს, მაგრამ მოვიფიქრეთ აი ესეთი 2 საათის შემდგომ გვაქვს ხოლმე ღია საათები, შევზღუდავთ 9 საათამდე და ამ პერიოდში მოკლედ დედა და მამა ძალიან აქტიურად ინგლისურად, ფრანგულად, რაღაცა სულ ესე მასპინძლობენ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. რა არის შენი ხედვა? შენ ჯერ კიდე ძალიან ახალგაზრდა ხარ და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია, უკვე ბევრი გააკეთე. როგორ ხედავ შენ ბიზნესს 10 წლის პერსპექტივაში? უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ეხლა 18 ჰექტრამდე ნაკვეთების განსხვავებულ ლოკაციებზე, რომლებიც ძალიან საინტერესო არიან პოზიციონირებული, თუმცა მათი ნახევარია დაახლოებით დღეს გაშენებული. ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს დაუმშავებელი მიწის მოყვანა, დამუშავება ვაზისთვის, შემდგომ ახალშენი ვენახის გაშენება და ხარდაჭერა მთელი 3-4 წლის განმავლობაში. ამიტომ იმედია მომავალ 10 წლის პერსპექტივაში შევძლებთ, რომ უკეთესი მექანიზაციით და უკეთესი ტექნიკებით გავაშენოთ ეს 18 ჰექტარი და უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მეღვინეობა ამ ყურძნებით. ამ დღეს რა ღვინოებს ასხავთ? დღეს მუშაობთ 5 ადგილობრივ ჯიშზე, 3 თეთრი და 2 წითელი ჯიში გახლავთ. ცოლიკოვრი ყველა მიცის, თუმცა ციცქაც და კრახონაც არანაკლებ საინტერესო თეთრ ყურძნიანი საღვინე ჯიშებია და ალადასტური და ოცხანური საფერე, რომლებიც თხელი და მაღალმჟავიანი წითელი ღვინოების ძალიან კარგი მაგალითებია ჩვენი ქვეყნიდან. რომელია შენი საყვარელი? უფრო კრახუნა, იმიტომ თეთრი ღვინის მოყვარული ვარ, თუმცა არანაკლებ მიყვარს დანარჩენებიც, მაგრამ კრახუნა განსაკუთრებული არომატულობით და გემოებით გამოირჩევა. ბაია, დღეს ვინაა შენთვის ინსპირაცია? მაშინ იყო კონკრეტული მეღვინეობა. დღეს საითკენ იღურები? დღეს სიმართლე გითხრათ, ჩემი და არის ჩემი ინსპირაციის წყარო, იმიტომ რომ მისნაირი დაუღალავი და შემართული ყველა პრობლემის აღმოფხვრელი ადამიანი ჯერ არ მინახავს, ამიტომ განცა თავის ყოველდღიურობით არის ჩემი ინსპირაციის დიდი წყარო. რამდენ ადამიანს ხედავ 10 წელიწადში? რამდენი თანამშრომელი გეყოლება? აუცილებლად ის ადამიანები, რომლებიც დღეს მუშაობენ, ალეკო, გიორგი,
მეორე გიორგი, მესამე გიორგი და სხვები. ეს შეიძლება ვთქვათ, რომ გაფართოებული ოჯახია უკვე? ეს ნამდვილად გაფართოებული ოჯახია, იმიტომ რომ ყოველ დღე როცა ხვდები ადამიანს და თან 4-5 წლის განმავლობაში სხვანაირად არ შეიძლება, როცა ერთად საუზნობთ, ერთად სადილობთ, ხანდახან ვახშმობაც ერთად გვიწევს, გააჩნია რა საქმეს ვაკეთებთ. ამიტომ ჩვენი ერთი დიდი ოჯახია. დამინტერესდი, იმიტომ ოჯახს აღშიათ ახსენებ ისტორიას ოჯახიდან იწყება, თანამშრომლებსაც ოჯახის კუთხით. დავინახე ბეჭედი საქორწინო და გამიჩნდა კითხვა. შენ საკუთარი ოჯახი როგორ შექმენი? ბაქარიც გავიცანი ისიც მეღვინეა თავის პროფესიასთან ერთად და დღეს ჩემს გარშემო ბიძაც მეუღლეც ყველა მეღვინეა და ისე ხდება რომ ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე სულ საქმე გვაქვს სხვადასხვა რთველი ჯიშები და ნუ სულ საქმეა სიყვარულისთვის დრო რჩება? ნამდვილად კი მაინც ვიკითხავ გზაში ამისთვის ყოველთვის არის დრო შვენიერია თან მასთან ურთიერთობას ხო სიყვარულია როგორ შენახსენე როგორ ხედავ რა პოტენციალი აქვს საქართველოს დღეს როგორც ღვინის მწარმოებელ ქვეყანას აი რა მოდი ესე ვთქვი ერთი წამი რო წარმოვიდგინოთ რომ რა შესაძლებლობებს ხედავ როგორ უყიდო ჩვენი ღვინო უკეთესად როგორ ვაწარმოოთ უკეთესად და რამდენად აგრძალვა ჩვენი ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე თავის დროზე ეგ სხვა კითხვა არის სინამდვილეში ანუ იმ აგრძალვამ შენი აზრით რა როლი ითამაშა რომ ჩვენ დღეს ევროპაში მაგალითად ევროპის ევროპის 17 ქვეყანაში იყიდები ეს აგრძალვა რო არ მოუხდარიყო და ჩვენ ხარისხი რო არ გვესწავლა შეძლებდი იმ 17 ქვეყანაში გაიყიდო რა სადაც იყიდები დღეს ეს არის პირველი კითხვა და მეორე კითხვა არის რა გვჭირდება ჩვენ როგორც ღვინის მწარმოებელ ქვეყანას სათხედავ შენ პოტენციალს და რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფომ მეღვინეებმა აი ყველა მერთობლივად იმისათვის რომ კიდევ უკეთესად შევძლოთ წარუდგეთ სოფლიო არენაზე მაგ დროს პატარა ვიყავი სიმართლე გითხრათ ტელევიზორში მესმოდა ეს ამბები თუმცა დღეს ძალიან ბევრი საუბრობს ჯერ კიდევ იმ დიდ ზეგავლენაზე რაც ხარისხის ამაღლების ნაწილში მოხდა იმიტომ რომ ემბარგოს შემდგომ რომ დაყენდა კარგი ღვინოებიო ესეთი კარგი ღვინო და ხარისხიანი ღვინო ჩვენს ქვეყნის ისტორიას ნაკლებად ახსოვსო რა თქმა უნდა დიდ მასშტაბებზეა საუბარი რაც შეეხება უშუალოდ ქვეყნის შესაძლებლობებს მინდა გითხრათ რომ უამრავი შესაძლებლობა არსებობს ჯერ კიდევ ამ ჩვენი ნიშის განსაკუთრებით გაფართოებაში დღესდღეობით არის 5 ქვეყანა სადაც საუკეთესო ხუთეული სადაც ქართული ღვინო შედარებით უფრო დიდი რაოდენობით იყიდება ამ ხუთეულში არის ხან ამერიკა პოლონეთი სამწუხაროდ უკრაინა იყო ხუთეულის ყოველთვის წევრი, მაგრამ დღესდღეობით ვერ არის, მაგრამ ალბათ შეიცვლება გარემო, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო, არა მხოლოდ მეღვინეების, არამედ რაღაცა ერთობლივი კომპლექსურად დასაგეგმის სამუშაო იმისთვის, რომ ქართული მაგალითისთვის ქვევრის ღვინო არ ჩაანაცვლოს ჭაჭაზე დაყოვნებულმა სლოვაკურმა, სერბულმა თუ სხვა მეღვინეობის ღვინოებმა, იმიტომ რომ იმდენად ცვალებადია, იმდენად ბევრი ექსპერიმენტი ტარდება პატარა თუ დიდ მარნებში, რომ ასე ვთქვათ, ძალიან დიდ კონკურენციას ქმნის იგივე ჩვენ ნიშურ პროდუქტში. ბაი და ვინ უნდა ქნას ეგ ასოციაციამ, თავრობამ, ანუ აი stakeholderები ვინ არიან, ანუ ვიზი არის ეს დამოკიდებული, რომ რეალურად ჩვენ არა მარტო დავკარგოთ, არამედ გავამყაროთ ჩვენი ნიშა, ეს მისი საქმეა და რას ისურვებდი და შენ როლს როგორ ხედავ ამაში? უამრავი როგორც იტყვიან stakeholder-ი არსებობს, ეს
უპირველესით ალბათ არის ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელიც პატარა თუ დიდ გამოფენებში მხარდაჭერას უწევს წარმოებლებს და ჩვენი სტენდის ძალიან მცირე გადასახადს ვიხდით ხოლმე. ეს არის რაღაცა ასოციაციები, რომლებიც თქვენს ახსენეთ და ჩვენს ქვეყანაში არსებობს ძალიან საინტერესო და ძალიან კარგად აღიარებული ასოციაციები, მაგალითად ბუნებრივი ღვინის გაერთიანება და სხვა უამრავი, თუმცა მეღვინეები ალბათ არ უნდა მოვდუნდეთ და უნდა ბევრი ფინანსი და დრო გავიღოთ იმისთვის, რომ სტუმრებს ძალიან გულიანად, ძალიან კარგად ავუხსნათ რა არის, რატომ არის ჩვენი ქვეყნის ტერუარები საინტერესო, ჩვენი ქვეყნის ჯიშები საინტერესო და რატომ უნდა მოხდეს ეს ჯიშები სხვადასხვა მენიუსა თუ ღვინის მაღაზიის დახლზე. სხვა შემთხვევაში ნამდვილად დიდი ტალღა იყო სიმართლე გითხრათ პანდემიამდე და დიდი ინტერესი იყო უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა ჩვენს ქვეყანაში ეს იქნებოდა ღვინის მაგისტრი, მწერალი, ჟურნალისტი თუ სხვა, მაგრამ პანდემიის შემდგომ რესტორნის მენიუებიც კი შეიცვალა, დიდი დაბეჭდილი მენიუებიდან ყველა გადავიდა პატარა მოქნილ მენიუებზე და მარაგებისაც აღარ იკეთებენ დიდს, ასე რომ ბევრად სხვა სიტუაცია და ბევრად სხვა სურათია. ხალხიც მეტნაკლებად უფრო შედარებით დაბალფასიან პროდუქტს მოიხმარს, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე. ამიტომ ქართული შედარებით ძვირადღირებული და ნიშური პროდუქტი კიდევ საჭიროებს, ასე ვთქვათ, მუდმივ ყურადღებას და არ გაჩერებას. მხარდაჭერას. სანამ კითხვას დავსვავ, კომენტარს გავაკეთებ. მე საერთოდ 30 წლიან კარიერაში ჩემს ცხოვრებაში ძირითადი შემსრულებლები მყავდა ქალები. საკმაოდ ვენდობოდი აღსრულებაში ქალებს. რაღაც ინტუიციურად, ხშირად თავიდან უფრო ინტუიციურად, მე უფრო გააზრებულად. მაინტერესებს შენი აზრით, როგორც უკვე მეწარმეს ადამიანს, რომელსაც ბიზნესი აქვს, პასუხისგებლობა აქვს, ბრენდი აქვს, გაყიდვები აქვს, 17 ქვეყანა აქვს, საქართველოში საკმაოდ წარმატებული ბრენდია და ასე შემდეგ. რა თვისებები აქვს ქალს, რომელიც ეხმარება execution-ში, ჯერ თვითონ აღსრულებაში გავუმახვილო და მეორე კითხვა არის, მე უკვე მეწარმეობაში. ანუ აი თითქოს მე ვყოფ, იმიტომ მეწარმეობა კიდე სხვა რამეა, ვიდრე execution-ი და მათ შორის შე როგორ ხედავ სხვაობას მეწარმეობას და execution შორის. ხო შეიძლება იყოს ხარ მეწარმე, თან ხარ მენეჯერი შენი წარმოების მას. შეიძლება მეწარმე იყო და მენეჯერი დაიქირაო. ანუ ეგეც მაინტერესებს. მოკლედ ქალური ასპექტის გახსნა მაინტერესებს შენგან, შე როგორ ხედავ რა თვისებები არის, რომელიც ეხმარება ქალს, რომ იყოს რეალიზებული ბიზნესში, თუნდაც აღსრულებაში, თუნდაც მეწარმეობაში. ორი განსხვავებული მიმართულება, თუმცა პასუხისმგებლობა არის ის, რაც მეწარმეობასაც და აღსრულებასაც თანსდევს და განსაკუთრებით შემიძლია ვთქვა, რომ პასუხისმგებლობის ეს გრძნობა და ძალიან მაღალ დონეზე ამ საკითხის დაყენება ქალებს კარგად გამოგვდის. თუმცა დამატებით ის, რაც მეწარმეობას ცირედით გამოარჩევს, ასევე არის დამატებითი ღირებულების შექმნის ნაწილი. დამატებითი ღირებულება ეს შეიძლება იყოს, როცა ფული, ან კარგი გაყიდვები, მაგრამ ამით არ მოიწურება მხოლოდ ის რასაც მეწარმე ქმნის დამატებით თავის საქმიანობით. აი ეს დამატებითი ღირებულება, რომელსაც ქმნის შენი ბრენდი, რა არის? შეგვიძლია გითხრა, აი ბრენდის კოდიდან რო ამოგლიჯო ეს დამატებითი ღირებულება და გითხრა რა არის? ის რასაც შენ ქმნი როგორც დამატებით ღირებულებას. ხარისხენი ღვინო, რომელსაც კარგი მომხმარებლობა ყავს საბოლოო ჯამში. და რა განაპირობებს იმ კარგ მომხმარებელს? და რა სიძახევთ აი თუ კარგ მომხმარებელს? დიდი თემა, იმიტომ რომ ჩვენ მომხმარებლები არიან სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ხედვის ადამიანები, თუმცა მათ ყველას აერთიანებს ღვინის სიყვარული და მათ ყველას აერთიანებს ღვინის ძიების სიყვარული, იმიტომ რომ შეიძლება უცბად აიღოთ აროდან წითელი ან თეთრი რომელიმე სტილის ღვინო და ისე დალია რომ კარგად არც ჩაეძიო, რომელი ქვეყნის წარმოებულია, რომელი მეღვინეობის დაყენებულია, თუმცა მომხმარებლები, რომლებიც ქართულ ღვინოს და ჩვენი
ჩვენ ქვეყნის ღვინოებს ყავთ, ისინი არიან ადამიანები, განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც სულ ძიების სურვილი აქვთ და სიახლეებისთვის არინანებენ საკმაოდ მაღალ ფასსაც კი. რამდენად აღიქვავ შენ ბაიას ღვინოს არის აქ მაშია შენი შვილია? ეს უფრო რაცა ოჯახის ახალი წევრია, სიმართლე გითხრათ. და ვინ არის? და არის ძმა არის? ვინ არის? აი მეტაფორულად, მაგრამ ვინ? ალბათ ოჯახის ნამდვილად ახალი წევრია, რომელიც ესე არ ჩანს, მაგრამ რომლის შესახებაც ყოველ დღეს საუბრობთ, რაცა ყოველ დღეს ზრუნავთ. შვენი ოჯახის წევრი. შეგვიძლია სქესი აქვს? არა. არა. ხედავ რა საინტერესო. ხო, არა, მეტაფორულად საუბრობთ, ეგ საინტერესოა. ნოდი შევიხოთ რამოდენიმე ცოტა ღრმა თემას და მინდა შენი აზრები მოვისმინო ამაზე. ალბათ ყველა არ არის რომ ბიბლიაში არც ერთი სასმელი არ არის ნახსენები ღვინის გარდა. ასეთი რიტუალი როგორიც არის ბევრი რიტუალი, არა ერთი, რამოდენიმე რიტუალი არის, რომელშიც მხოლოდ ღვინო ფიგურირებს. რა არის შენთვის, ეგ რას ნიშნავს შენთვის, შენ როგორ მოთარგმნიდი ამას, რომ რა არის სულიერება, ანუ რატო არის ესე, რომ მხოლოდ ღვინო არის ნახსენები? სასულიერო ცხოვრების დიდ ყველანაირ რიტუალში ღვინო არის, როცა უნიშნულოვანესი სასმელი და ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ ბიბლიის ბევრი მნიშვნელოვანი არა მხოლოდ წყლის ღვინოთ გადაქცევის, არამედ სხვა მომენტებშიც ნამდვილად ღვინო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასმელად წარმოდგება. რაც ჩვენთან სადღეგრძელოებსაც თუ შეხედავთ და მოისმენთ და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ის ვინც საუბრობს ღვინოზე ან ვაზზე, ჩვენს ლიტერატურაშიც კი ღვინო, ვენახი და ვაზის კულტურა არის საღვთო საქმეთან გაიგივებული საქმე და ეს არის საქმე, რომელსაც არ მხოლოდ უძველესად, არამედ ჩვენს გენეტიკურ ნაწილადაც მიიჩნევენ. ეს ერთობა არის უწყვეტი საქმე, იმედია რომ არა მხოლოდ 8000, არამედ დამატებით კიდევ ერთი 8000 წელი ჩვენს გენურ კოდში და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვენახი და ღვინო იქნება უნიშნულოვანესი და რაცა რობოტები არ ჩაანაცვლობენ ამ ურთიერთქმედებას ადამიანის და ვაზის. ბარემ მკითხავ და რას იზამენ ხელოვნური ინტელექტი და რობოტები შენი აზრით? აი 20 წელიწადში, 30 წელიწადში. რამეს ხედავ? აი რა ცვლილება შეიძლება მოხდეს? ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ალბათ უფრო გამარტივდება ეს მძიმე საქმე ვენახში თუ მარანში, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ხელოვნური ინტელექტს როგორც ამბობენ სიღრმეებში ჩასვლა ნაკლებად შეუძლია თქვათ ინფორმაციიდან ანალიზი გამოიტანოს და ამის მიხედვით იმოქმედოს, თუმცა თუ ვსაუბრობთ გრძნობებზე და თუ ვსაუბრობთ თქვათ ადამიანურ გამოვლინებებზე, ამას ვერ ჩაანაცვლობს, მეღვინეს ვერ ჩაანაცვლობს ხელოვნური ინტელექტი მარანში. რომელი ქვეყნის ღვინოები არის შენთვის ბენჩმარკი? აი რო უყურებ. აი ხო არის რომ რაგბში არის რაღაც 6-ეული ხო საუკეთესო და ჩვენ ვიხწვით რომ ამ ლიგაში ვითამაშოთ. აი ვინ არის ლიგა შენთვის, ვისთანაც ერთად გინდა რომ ითამაშო? ესეთი მრავალფეროვანია სიმართლე გითხრათ, რაცა მაგალითად გერმანიის მოზელის მხარის ღვინოები, რაცა ფრანგული, ბურგუნდიული ან ბორდოს ღვინოები, რაცა იტალიის ტოსკანური ღვინოები, თუმცა ბევრი გვიკლია რომ მათთან 6-ეულში ვიყოთ ჯერჯერობით, მაგრამ იმედი გვაქვს რომ მომავალში უფრო დახვეწილი, უფრო მდგრადი ღვინოებით, ძალიან კარგი პრაქტიკებით შევძლებთ რომ ამ გუნდში
წამყვანი თუ არა დიდი როლი გვქონდეს. და შენ ხედავ სხვაობას რაღაცნაირად, როგორ ხედავ, რა არის ღვინო ქართველისთვის, საქართველოში მცხოვრებისთვის და რა არის ღვინო იმათთვის და თუ ხედავ რამე ისეთ განსხვავებას. ნებისმიერი ქართველისთვის ალბათ ღვინო არის იდენტობის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ დასავლური ყოველდღიური სასმელი, მაგრამ ძალიან ახლოს არის კულტურულ და სოციალურ გარემოსთან. თუმცა თუ ავიღოთ მაგალითად საშუალო სტატისტიკურ იტალიელს ან ფრანგს, მათთვის მეტნაკლებად ახლო კავშირი აქვთ მათ ღვინოსთან, თუმცა რა თქმა უნდა თუ საუბრობთ მეღვინის ან მევენახის ოჯახებზე, მათ უკვე ძალიან დიდი, ძალიან განსხვავებული კავშირები გააჩნიათ ვენახთან და მარანთან. ბაია ქონია საშუალება რომ აი ესეთ შატოებში გემოგზაურო და შეგიხედა აი ამათი არ ვიცი ეს რაღაცა მეჯიკი რაც აქვს ღვინოს წერო თუნდაც საფრანგეთში ან თუნდაც იმ გერმანიის მხარეს რომელიც ახსენე თუ იტალიის მხარეს ქონდა საშუალება რომ გემოგზაურო მაგ წარმოებებში შატოებში და გენახა და რა მოგეწონა მათ და რას წამოიღებდი ბევრ რამეს წამოვიღებდი სიმართლე გითხრათ მათ აღჭურვილობას რაცა პრესებს და ძალიან თანამედროვე დანადგარებს ეს ალბათ არ დამთავრდებოდა, მაგრამ რაც ძალიან საინტერესო იყო ის რომ ეს ადამიანები გერმანიიდან, რაცა უნგრეთიდან, საფრანგეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან იმდენად კარგ ტექნიკებს იყენებენ რომ შეუძლიათ ორმა ადამიანმა 25-30 ჰექტარი ძალიან მარტივად მართოს ზედმეტი შრომის თოხის გარეშე. იმდენად ავტომატიზირებულია პროცესები? გახლავთ და თან მართონ ორგანული ბიომეთოდებით გარემოზე დაკვირვებით და უამრავი კვლევით, რომელიც მათ გარშემო არსებობს ვენახის დაავადებებზე და კლიმატის სრულებებზე. მეომრებს ჰქონდათ ვაზი ჩადებული, ხო? რა არის ეს ტრადიცია შენთვის? აი როგორ მოთარგმნიდი შენ, რატო ჰქონდა ქართულ მეომარს ვაზი, ხო, წაღებული და ჩაკერილი? სიმართლე გითხრათ, ეს არის უკვე გაცნობიერებული მდგომარეობა, როდესაც იცი რომ დიდი ალბათობით ამ ბრძოლასა თუ ომს შეეწირები და ალბათ ამის გაცნობიერება ადამიანისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი, იმიტომ რომ ესეთი ომების დროს უკან ნაკლებად ბრუნდებოდნენ და ასეთი ომების დროს რჩებოდა რაცა ადგილ ამოსული ვაზები, ხო? და ეს მითი არ გახლავთ, ეს ჩვენი ისტორია ახლო თუ შორეული, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთული და წარდგასავლელი გზა იყო თითოეული ამ მეომრისთვის. ეხლა ძალიან საინტერესო ფენომენს მინდა შევეხო, როგორ გადავიდა საქართველოს დაყენებული და რაღაც ბოცებში მარნები, ბოცები, ოჯახში დაყენებული ღვინო და ნელ-ნელა კულტურა ფოთლირებულის, ბრენდების, ქართული ღვინოების და საერთოდ მე უყურებ ეს სანამ ამას შევეხები რომ ჩვენ ქვეყანას მე რომ მეკითხებოდნენ ზოგჯერ რატო ნელ-ნელა ვითარდება ფსიქოთერაპია ჩვენ ქვეყანაში მე მოვიდი რომ იმიტომ რომ ღვინოთერაპია გვაქვს ხო მიუხედავად იმისა რომ ღვინო ანტიდეპრესანტი არ არის და პირიქით დეპრესანტია იმიტომ რაღაცა მომენტში ხსნის და მერე ხურავს ხო ანუ ეგეთი მექანიკა არის ფსიქიკაზე ზემოქმედებას გულის მიუხედავად ამისა ღვინო ოდითგანვე იყო ჩვენთვის თერაპიული სასმელი რას ვეძახი თერაპიულ სასმელს რომ ჩვენ სვავთ დუნდებით კონტროლის მექანიზმები გვიდუნდება ვამბობთ იმას რისი თქმაც გვინდება სიყვარულის გამოხატვას არ ვერიდებით ხო ანუ ეხლა რატო ვეძახი თერაპიას მაგ ფაქტორებს მე ჩამოვთვლი რაც ხედავდა და ეს თითქოს ეს ერთობა ჩახუტება სიყვარული თქმა ამოთქმა მარტო თქმა არ არის ამოთქმაც არის შიგნით
ანუ ღვინოთერაპიას ვეძახი მე ამას. შენ როგორ უყურებ ამას? ანუ არის ეს ღვინოთერაპია ჩვენი ქვეყნის თავარი თერაპია, ანუ საბოლოო ჯამში არ მინდა რომ თქვა რომ გავლოთდეთ, მაგრამ ამავე დროს თუ ზომიერად მოვიხმარეთ, რეალურად ეს ჩვენი კულტურის ნაწილია და მე ესეთო ფიქრობ რომ მაგის გამო გადავრჩით ხშირად, იმიტომ რომ ეს თერაპია გქონდა და ჩვენ შეიძლება არ ვჭირდებოდა სივრცეები, მაინდა-მაინც ფსიქოლოგიის ისევ არ ვაკნინებ ფსიქოლოგიის როლს, ის მნიშვნელოვანი, იმას თავისი როლი აქვს, მაგრამ ჩვენ ამავე დროს გქონდა ტრადიცია, სადაც მოვდიოდი და ვიღურებოდით ემოციებისგან, გამოთქმულისგან. აი როგორ უყურებ შენ ამას? ეს თქვა ჩვენ ბევრად უფრო ემოციური ხალხი ვართ, ვიდრე ევროპელები. რა განაპირობებს ჩვენ ემოციურობას, რას ფიქრობ? რატო ვართ ესეთი ემოციურები და როგორც ამბობენ, ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის არის ჩვენი კლიმატი, ჩვენი გარემო პირობების, საკვების, ისტორიული ცნობიერება, რომელიც გვაქვს უამრავი დღევანდელი გეოპოლიტიკური გარემოც ალბათ და ბევრი ფაქტორი, რომელიც აყალიბებს ამ ცნობიერებას და გენეტიკას წლიდან წლამდე ალბათ. თუმცა მართალს ბრძანებთ ნამდვილად ღვინის კულტურა გვეხმარება იმისთვის, რომ გამოვავლინოთ ჩვენი თავი და მაქსიმალურად ეს ენერგია, რომელიც დადებითი თუ არყოფითი შეკავებული ადამიანის ორგანიზმში გადმოიღვაროს და ჩაანაცვლოს კიდეც ეს თანამედროვე თერაპიების საჭიროება. ამასთან ერთად შერიგებისთვის იყო ეს სასმელი აუცილებელი რიტუალის ნაწილიც, ბევრად უფრო დიდი როლი აქვს ამ სასმელს ჩვენს კულტურაში, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ კულტურაში. როგორ მოხდა ეს ევოლუცია მარნებიდან, ბოცებიდან ბოთლირებულ ღვინოზე? როგორ ხედავ ამ ევოლუციას შენ? ეს ევოლუცია ჩვენთვის არის საკმაოდ ხმაურიანი პროცესი, იმიტომ რომ ნელ-ნელა მსხრევადი პატარა მინის ჭურჭლები საანაცვლოებს ისევ ქვევრები, ისევ ჭურები და ის რაც ჩვენი საბჭოთა კავშირის და წარსულის გამო იყო შეკავებული და შეჩერებული ეს კვლევა და განვრცობა ჯიშური მრავალფეროვნების განსხვავებული სტილებისა და ექსპერიმენტების ჩატარება, ხო? ეს ნელ-ნელა გაიშალა და დღეს თქვენ შეხვდებით რაცა ათობით დასახელების განსხვავებული სტილის საფერავს, განსხვავებულად დაყენებულ სხვადასხვა მიკროზონაში თქვენ შეხვდებით უამრავ განსხვავებულ ოჯალეშს. ფიქრობ, რომ ახლა არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ მეღვინებმა იპოვონ საკუთარი ჯიშები, იპოვონ საკუთარი საინტერესო მარნის თუ ვენახის პრაქტიკა და ეს პრაქტიკა დაამკვიდრონ ათეულობით და ოცეულობით წლის განმავლობაში და ის სურათი მივიღოთ, რაც დღეს ფრანგულ შატოებში გვაქვს თუ სხვა ქვეყნის უძველეს მარნებში არსებობს. და თვითონ მოხმარება, ანუ აი თაობებს ჭრილში რო შეხედო, ხო? ანუ შენ სავარაუდოდ მილენიალი ხარ და აი ამ თაობას ხარ მაგალითად ჯენზი, რომელიც მოდის მილენი, შენი თაობა, ჯენზი, ღვინოები, რომელიც არ ვიცი, ხრახნიანი იმებით რო გამოვიდა თავსახურებით, ანუ უკვე გათვლილი სხვა თაობაზე. აი ამ თაობათა ევოლუციას როგორც მოხმარებლის ღვინოსთან მიმართებაში მაგას როგორ ხედავ? სიმართლე გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან შეიცვალა მოხმარების პრაქტიკა, აქამდე თუ ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს ნაკლებად ენდობოდნენ დაახლოებით 10 წლის წინ ნაკლებად ენდობოდნენ მომხმარებლები, დღეს უკვე ძალიან აქტიურად ყიდულობენ ოჯახები აღნიშვნისთვის ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს, ამიტომ მოხმარება ნდობა გაიზარდა? ნდობაც გაიზარდა და დიახ, მოხმარების კულტურაც შეიცვალა. დღეს უკვე ხედავთ, რომ არა მხოლოდ
30 წელს ზემოთ არამედ შემცირდა კიდეც მოხმარების ასაკი და სხვადასხვა სტილის ღვინოებს თავისი მომხმარებლები გაუჩნდა. ძალიან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჭაჭაზე დადუღებულ ქვევში დავარგებულ ღვინოებს ახალგაზრდა მომხმარებლები წყავს და ამ გემოების და არომატების მრავალფეროვნებას თავისი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა მომხმარებლები შეეძინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ თუ დავაფასებთ ჩვენი სტილის ღვინოებს, მაშინ ეს არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ მე ევროპელმა თუ ამერიკელმა მომხმარებელმა, რომელსაც ცხოვრებაში არც გაუსინჯავს ჭაჭაზე დაყვანებული ღვინო, ეს სასმელი ღვინო დაღიქვას და შემდგომ სიამოვნებაც მიიღოს მასთან ერთად. ამიტომ ეს დინამიკა ძალიან პოზიტიურად იცვლება. ჩვენს მარაში მაგალითად ბოლო 5 წელია ასევე დავამატეთ ხაზიც ქრიალა ღვინოების პეტნატის მეთოდით, რომელიც ძალიან ესეთია ახალგაზრდული, ძალიან საინტერესო სასმელია, რომელიც არ არის კლასიკური შამპანიურის სტილის ღვინო, არამედ არის შედარებით უფრო შებურული, საკმაოდ მაღალწნევიანი, ძალიან ხალისიანი, ციცქის და ალადასტურის ჯიშისგან დაყენებული, რომელსაც ძალიან ბევრი განსხვავებული მომხმარებელი ყავს დაწყებული ახალგაზრდებიდან უსასრულოდ მიირთმევენ ხოლმე მას როგორც რაღაცა იაპონიაში, ასევე საქართველოში, ნორვეგიაში, ამერიკაში და ხედავთ რომ სხვადასხვა სტილის ღვინოს თავისი ძალიან საყვარელი და საინტერესო ან შე რისკს ვერ ხედავ იმაში, რომ სხვა თაობების ჭრილს შევიძახე, რისკს ვერ ხედავ, რომ სხვა კატეგორიები, როგორც არის ლუდი, კოქტეილები, სპირტიანი სასმელები და ასე შემდეგ, რომ ამე რისკს უქმნია ღვინოში, მაგის რისკს არ ხედავ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს რისკი არ არსებობს, იმიტომ რომ ყველა სასმელს თავისი განწყობა, თავისი ადგილი სჭირდება და თავისი, რა თქმა უნდა, მომხმარებელი. თუმცა ღვინის კულტურა პირიქით დადებითად და ძალიან პოზიტიურად იცვლება. ყოველ გამოფენაზე ვხედავთ ხოლმე ამ განსხვავებულობას, მანამდე თუ სულ ერთი და იგივე ნაცნობი ადამიანები მოდიოდნენ დღეს და ყოველ ასე ვთქვათ გამოფენაზე ჩვენ ვხედავთ უამრავ განსხვავებულ, ძალიან საინტერესო ახალ ღვინის მომხმარებელს, რომელიც ინტერესდება ამ პროდუქტით. ის რომ ეს ახალგაზრდა თაობა ნაკლებად ორიენტირებული არის, მოდი ესე თქვა, იმ ტრადიციულ სუფრას, რომელიც მოდერნიზირდება, ხო? და ალბათ მნიშვნელოვანია, რომ აი მანდიდენტობის ნაწილს როგორ ხედავ, რომ სუფრა, კეიფი, თამა და კლასიკას გულისხმობ, ხო? რომელიც ასოცირებულია მეტნაკლებად ღვინოსთან, ხო? ეს იმიჯები ხო არის ჩვენ თავში. ახალგაზრდა თაობა სხვანაირად ცხოვრობს. და ისე მე მჯერა ევოლუციის სიმართლე რო გითხრა, მე მჯერა ყოველი შემდეგი თაობა ჯობია წინას. ესე რო არ იყოს, ეხლა წინა თაობა შეიძლება არ სიამოვნოს და ჩვენ მუდმივად აგვაქვს თითქოს შობლის და შვილის კონფლიქტი რაშია, რომ შობელი ნოსტალგიურად გამოდის და ჩვენ თაობაში ასე იყო, ასეთი თბილისი აღარ არის, ასეთი ქვეყანა აღარ არის, ის ურთიერთობები აღარ არის და აღარ არის. იმიტომ რომ ევოლუცია არის და ევოლუცია საბოლოო ჯამში სადღაც გაყავხარ. როგორ ფიქრობ, ანუ რისკენ მივდივარ ჩვენ, აი რო აკვირდები მილენიალებს, აკვირდები ჯენზის, აკვირდები მათ მოხმარებას, საითკენ მიდის ეს ყველაფერი, ანუ როგორ მოდერნიზირდება ეს ჩვენი ტრადიციული მიდგომები და რა ტრენდს ხედავ შენ? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩემი მშობლებისთვის, მაგალითისთვის, მათ აღარც უნდათ გახსენება იმ ბნელი წარსულის, იმიტომ რომ უბედნიერესები არიან მომავლით და ყოველდღიურობით, რომელიც გვაქვს, რაღაც ხან იაპონელი სტუმარი შემოვა ჩვენთან, ხან რაღაცა ამერიკელი და მასთან ურთიერთობით ძალიან დიდ სიამოვნებას იღებენ. მშობლებისთვისაც ხო მაგარი სამყარო გაიცნეს, არა? ზიანი იქ იმერეთში და ჩასდით იაპონელი, ჩასდით გერმანელი, ფრანგი, რა მაგარი არა შესახში რომ ჩამოდიან და სამყარო რომ შენ კი არ მოგზაურობ, სამყარო მოგზაურობს რომ შენთან მოვიდეს.
კი ბატონო და თვითონაც ბევრი შესაძლებლობა გავჩნდათ, როცა დედა იყო წელს იაპონიაში პროგრამით წასული და ყოველ ახალ შესაძლებლობაზე სახლში არ ჩერდებიან, პირიქით ძალიან ბევრს ნახულობენ და ეცნობიან მსოფლიოს. რაც შეეხება ამ ტრენდს სიმართლე გითხრათ ერთს რასაც ნამდვილად ვხედავ არის ის რომ ღვინის სიყვარული არის ის რაც არ ნელდება პირიქით ბევრ და უფრო მეტ ადამიანს ითრევს ამ ძალიან საინტერესო წრეში და ამასთან ერთად ძალიან დიდი ინტერესი განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის ხოლმე ორგანულ და ნატურალურ ღვინოებზე, პატარა და საშუალო მწარმოებლებზე, რომლებიც განსხვავებულ არაერთგვაროვან, ჯიშურად მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებენ. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიხვეწა მოხმარებელი? ნამდვილად, ფრიად დაიხვეწა და ინტერესი, რომელიც მოთხოვნა ხარისხზე არის და არა რაოდენობაზე? გახლავთ, იმიტომ რომ თუ ავიღებთ მაგალითად Sauvignon Blanc-ის ტიპიურ მომხმარებელს, ეს ღვინო ასოცირდება რაცა ძალიან ერთგვაროვან გემოებთან, რომლებსაც შეხვდებით ფრანგულ, ახალზელანდიურ, ჩილეს, სამხრეთ აფრიკულ სოვინიონებში, თუმცა თუ გვინდა რომ ამ გემოების იქეთ განსაკუთრებული და საინტერესო განსხვავებული შეიძლება უფრო დუნე და ნაკლებად გამოხატული ღვინით ვისიამოვნოთ, მაშინ მთელი ფართი არჩევანი არის ძველი და ახალი მსოფლიოს ღვინოების, მათ შორის საქართველოს შემიძლია ვთქვა, რომ არის წინ სწრაფველი, ეს ფორვარდია მეღვინოების სამყაროში. მე ვიცი, რომ ქალები სომელიები საკმაოდ ბევრია. და ბევრი სწავლობს მაგას და ეუფლება ამ პროფესიას და ნელ-ნელა რაღაცნაირი ტრენდი მიდის იმისკენ, რომ ქალები შევიდნენ მაგ პროფესიაში. რა ხდება მეღვინეობაში? რამდენად ქალები არიან ჩართულები მეღვინეობაში? დღეს ნებისმიერი კუთხე რომ ავიღოთ საქართველოს იქნება ეს სამეგრელო, გურია, რაჭა, იმერეთი თუ კახეთი, შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ ათობით, არამედ ასობით მარანი, რომელიც ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო ღვინოებს აწარმოებს, მსოფლიოს მასშტაბით ყიდის ამ ღვინოებს და მათ უკან და სათავეში არიან ქალები, ასე რომ მეწარმე ქალი. მეღვინე. ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ხარისხი, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ბაზარზე არსებობს, უფრო მეტად იხვეწება არსებული ხარისხი, მაგრამ ამის უკან კი ბატონო, ნამდვილად ძალიან საინტერესო, ძალიან შრომელი ქალები დგანან. რაც უფრო მეტი ქალი გაჩნდება, რომელიც გარისკავს და გააკეთებს თავისო. შენი აზრით როგორ შეიძლება სამყარო? რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო გახდება, უფრო ძლიერი გახდება, იმიტომ რომ ამ ქალების უკან დგანან მომავალი თაობა, რაღაცა ოჯახები, სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ძლიერდებიან და თუ დავინახავთ მაგალითისთვის რა რაოდენობის ოჯახია ჩართული დღეს სოფლად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში, დავინახავთ რამდენი ადამიანია დამოკიდებული ამ შემოსავალზე და ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ვხედავ, რომ რაღაც რაჭული ღვინოები გერმანიაში, ამერიკაში იყიდება, იმიტომ რომ ხვდები, რომ ამ ოჯახის უკან ყოფი ადამიანები არიან ფინანსურად, ემოციურად უზრუნველყოფილები და ძალიან მდგრადები საბოლოო ჯამში. და შემდგომ მომავალი თაობა, რომელიც ამ ოჯახის გარშემო იზრდება, იქნება უფრო მეტად ძლიერი, ხალისიანი, მიიღებს უკეთეს განათლებას და უკეთეს მომავალს შექმნის საბოლოო ჯამში. შენ ახსენე, რომ შენი მეუღლეც მეღვინეა. მოკლედ, ღვინის გარეშე ოჯახში აფერ ხდება, როგორც ხვდები, ღვინო ყველგან კონტექსტია. რამდენად უსმენ და რა როლი აქვს შენ მეუღლეს შენ ბიზნესში დღეს? ანუ რამდენად უსმენ მის რჩევებს, საერთოდ ეკითხები თუ არ რჩევებს, რანაირად არის ინტეგრირებული თუ როგორი პარტნიორობა გაქვთ მაგ ბიზნესის ჭრილში, ანუ ბაიას ღვინოს ჭრილში რო შევხედოთ. როდესაც ადამიანი საქმეს აკეთებ, სხვა ადამიანის დახმარება იმდენად დადებით როლს თამაშობს ხოლმე, რომ ერთი პატარა ჭიქა რომ გვერდზე გადაგიდგას, ისიც კი
ისიც კი მნიშვნელოვანია ხოლმე ხანდახან აღარაფერს ამბობ კარგ რჩევაზე, აღარაფერს ამბობ დროულ დახმარებაზე, თავდაუზოგავ შრომაზე, რომელსაც ბაქარი იჩენს ხოლმე ჩვენი მეღვინეობის მიმართ და ეს ნამდვილად ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ კრიტიკულ მომენტში დამხმარე ადამიანი ბაქარი კი არა უცხოელი სტუმარიც კი გვეხმარება ხოლმე რთველში და ჩვენთან ერთად ათენებს და აღამებს მე ჩვენთან აღარ მიდიან ხოლმე სახლში იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან ხიბლოდ და მოსწონთ ხო და ვინ არის შენთვის დამხმარე შენი ბიზნესის როლში შენი მეუღლე აი ვინ არის თორე შენ რო აფასებ მაგ დახმარებას გავიგე გვერდში დგომას რო აფასებ ეგიც გავიგე მაგრამ რა როლია უპირველესი მხარდამჭერია ალბათ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოყვარულია ჩვენი ღვინოების. რას ეტყოდი ისევ და ისევ შეიძლება არიან ეხა ამ პოდკასტს უსმენენ ან უყურებენ, თქვათ, high school-ის მოსწავლეები. შეიძლება იყვნენ სტუდენტები. ან შეიძლება იყვნენ ახალბედა დაწყებული სადღაც კარიერით. ან შეიძლება მენეჯერებიც კი იყვნენ უკვე. რატომ ღირს დაიწყო შენი საქმე? მე შენ სხვანაირად უნდა ვთქვი ეგ, იმიტომ რომ სიყვარული არის შენ საქმეს რო აკეთებ. რისთვის უნდა გადადგან ეგ ნაბიჯი? ძალიან ბევრი რაღაცისთვის. მაგალითისთვის უმარტივესი მაგალითი შემიძლია მოვყანო. ამერიკაში როდესაც საზღვარს კვეთ და მესაზღვრის კითხვა არის რა არის თქვენი მიზანი მოგზაურობის ან ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის პასუხი ყოველთვის გაქვს ეს არის ღვინის გამოფენა ან მოწვევა რომელსაც ქვეყანა გიკეთებს შენ როგორც ძალიან პატარა მეწარმეს და ამ დროს ისეთი ასე ვთქვათ სიამაყის და ბედნიერების განცდა გეუფლება რომელსაც ალბათ ვერაფერი ვერ შეცვლის იმიტომ რომ სამყაროში ყველგან გაქვს შენი ადგილი ეს უმარტივესი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისთვის თუ რატო ღირს შენი საქმის დაწყება და ამ საქმის რა თქმა უნდა სიყვარულით გაგრძელება სხვა უამრავი ასე ვთქვათ უამრავი ძალიან პოზიტიური ძალიან დადებითი მხარე აქვს ეს იქნება ფინანსური ეს იქნება ემოციური უზრუნველყოფა მაგრამ დამოუკიდებლობა, რომელსაც შენი საქმით მოიპოვებ ხოლმე, ამას ალბათ არაფერი არ სჯობს. რას ვერ შეეგუება ბაია? წარმოებას თუ შევეხებით, ცუდი ღვინოების ჩამოსხვას და ცუდი ხარისხის შექმნას, იმიტომ რომ ჩვენი მეღვინეობა ამაზე არ არის ორიენტირებული და ეს არ არის ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი ხაზი და ისე და ისე ხარისხი რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ამის გაფუჭებას ნამდვილად ვერ შევეგუები. რისი ეშინია ყველაზე მეტად ბაია მეწარმეს? შიშებს ნუ მკითხავთ იმდენია რეიტინგი დამოწია ყველაზე მთავარი. პირველ რიგში ალბათ ეს არის იმიტომ ყველაფერი ჩვენს ხელთ არის ყველა პროცესი, მაგრამ აღმოჩნდება რომ მთლად ყველაფრის ხელი არ მიგვიწვდება, ეს არის მაგალითად გაყიდვების ვარდნა, რომელზეც ბევრი რამ არის ბევრი ზეგავლენის ფაქტორი არსებობს და ვფიქრობ რომ ეს გაყიდვების ზრდა და ქვეყნების მასშტაბურობა არის ის რაც ჩვენ გვიკეთებს ძალიან კარგ ხარდაჭერას საბოლოო ჯამში. როდესაც ჩვენ პროდუქციას ექსპორტზე ყიდი განსაკუთრებით ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს ნახევარი პალეტი, შეიძლება 10 თუ 12 ყუთი იყოს, მაგრამ როდესაც ხედავს შენს ღვინოს ფრანგულ, გერმანულ ღვინის მაღაზიებში განსაკუთრებული სიამაყის გრძნობით მუშაობს შემდგომ. ამიტომ ამ ყველაფრის გაქრობა ალბათ ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება და ამ ყველაფრის თავიდან შენებას შეიძლება ხელი შეუშალოს. ვიმედოვნებ ინვესტორი მოვიდეს და კაი ფასიო შემოგთავაზოს, გაყიდი? ამის ესე ვთქვათ გიფიქრია მაგაზე? ამაზე გვიფიქრია, მაგრამ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა რომ ეს არის საოჯახო საქმიანობა და ვფიქრობთ რომ ეს ჩვენი ოჯახისთვის იქნება რაღაცა არა მხოლოდ მომავალ 10 ან 20 წლეულში, არამედ იმედი და დიდი ხნის და დიდი ისტორიის მანძილზე თანმდევი ხაზი ყოველთვის.
სასწაული ისტორია გაქვს შენს და შენ ოჯახსაც მე მივესალმები ყველას. ყველა სახელი გვანსა გიორგი ხო? გახოთ. აჰა. მშობლების სახელი არ გიხსენებია. საერთოდ მშობლებზე არა ვარ, ანუ მშობლებზე კი არა. სახელებზე არა ვარ ძლიერი, ვერ მიმახსოვრებ ესე ადვილად, მაგრამ იმდენჯერ ახსენე. თქვენი ოჯახის ერთობა მithობს გულს. მინდა ეკითხვა და მინდა გისურვოთ წარმატებები ამ შვენიერ გზაზე, რომელიც არ არის მარტივი გზა, და ალბათ არც ერთი გზა არ არის მარტივი, და ალბათ მაგაში არის მისი მშვენება, რომ ამ გამოწვევებში ჩვენ ვაცნობიერებ ჩვენ თავს და ვიზდებით. და მაგ შენთან კიდე კითხვა. ვის ვისურვებდი ამ პოდკასტში რომ მოგესმინა პირადად შენ როგორც მსმენელს, აი ვის მოусმენდი დიდი სიამოვნებით. კიდევ ერთხელ ალბათ ნინო ზამბახიძეს, ბევრ მეღვინეს, რომელიც საკუთარ ისტორიას გაუზიარებდა მსმენელს. ბევრ მეღვინეს და ამ ქვეყანას ყავს ბევრი ნიჭიერი, გამბედავი და ამაყი მეღვინე და სიამოვნებით მომავალში გავაგრძელებთ მათ მოკვლევას და დაპატიჟებას ჩვენთან პოდკასტში. და ბოლოს მარტივად რა არის ბაია მეღვინის წარმატების ფორმულა? მარტივად რო აგვიხსნა და იგება რაღაცა ურჩიო სხვას რომ რავი კოპირება მოსულა ამ ფორმულების მაგისტვის ვართ აქ რომ რეალურად თითოეულმა ჩვენთაგანმა რაღაცა ვისწავლოთ ბაიას მაგალითიდან სხვა მაგალითებიდან რომ თურმე არ ყოფილა ესეთი მაგიური მისტიური რომ თურმე შრომა საჭირო თურმე თავდადება საჭირო თურმე რისკის გაწევა არის საჭირო რა არის შენი წარმატების ფორმულა რომელსაც გაუზიარებდი ხალხს და ეთქო წაიღეთ სიამოვნებით იმიტომ რომ დამატებით ამ ჩამოთვლითაგან კომუნიკაცია მუდმივი სიახლების ძიება და მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამასა თუ პროექტში არის ძალიან საინტერესო ადამიანების პოვნის შესაძლებლობა, ამიტომ არასოდეს დაიზაროთ ხოლმე გერმანელი აგრონომის მოწვევა ან ისეთ პროექტში მონაწილეობა, სადაც რაც დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს თქვენგან, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენად საინტერესო, იმდენად მრავალფეროვან ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, რომ ეს ძალიან ამდიდრებს მეწარმის თუ პიროვნულ თვისებებს და ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში მუშაობის პროცესში. მადლობა ამ გაზიარებისთვის, მადლობა საუბრისთვის. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. აქ დაიდება ახალი და ახალი საუბრები, სადაც თქვენ იპოვეთ ალბათ ინსპირაციას, ან საკუთარ თავს აღმოაჩენთ, ან სხვის გამოცდილებას მოусმენთ. მე მინდა მადლობა გადაუხადო მაყურებელს და მსმენელს, რომ დაგვითმო ეს დრო. მადლობა გუნდს, რომელიც ჩვენს წინ აქ იმუშავა. მე მინდა გისურვო წარმატებები, მე ინსპირირებული ვარ თქვენი ოჯახის ისტორიით, მეღვინეობით, ყველაფერით, რასაც აკეთებთ. გაგრძელეთ ესე. გაგრძელეთ უკეთესად და ჩვენ აუცილებლად ჩამოვალთ. დიდი მადლობა მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ და წარმატებები ამ ძალიან საინტერესო პოდკასტს. მადლობა ბაიას.